გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მეორე გადაცემა. და დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტეკონომისტი რევაზ კარანაძე. გამარჯობა რევაზ, როგორ ხარ? გამარჯობა თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები შენს მაყურებელს. ჩვენ მაყურებელს დავპირდით, რომ წინა გადაცემაში რომ პრობლემებზე რაღაც ერთ გადაცემას ჩავწერდით და აი პირობასაც ვასრულებთ და მოდი დავიწყოთ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები როგორ მიდის და რა პრობლემებია ჩვენ ქვეყანაში ყველა თემა შევეხოთ. ერთი ტრაგიკომედიით მინდა დავიწყო რა. ეხლა პრემიერ გამოდი ინიციატივით და რაღაც ხო მიდის, რომ აი ფასების შემცირება და ეს კარტიულ შეთანხმებებზე და რაღაცებს ხო მიდის საუბარი და გამოვიდა 4 კომპანია, კვერცხის 4 კომპანია და ერთდროულად განაცხადეს, რომ ჩვენო ფასებსო ვამცირებს და შეამცირეს 5%-ით. ოღონდ აქ ის ემატება, რომ მაგალითად საქსტატის მონაცემებით შარშან კვერცხი 9%-ით გაძვირდა და თან ეხლას პრემიერის ინიციატივის შემდეგაც კიდე ფასება მოიმატა. ამაზე 5%-ით დააკლეს. აი 5% როგორ ემაყურებელმა კარგად გაიგოს, რომ აი კვერცხი საშუალოდ 50 თეთრი ხს, ნუ ძვირი ზღირს უფრო, მაგრამ აი 50 თეთრი და ანუ 2.5 თეთრით გაიაფს, ან 10 კვერცხი 25 თეთრით გაიაფთ და ჩვენ ამით ანუ ბედნიერობა და კიდე რა დაამატეს ამას იცი რომ ოღონდ ეს არის დამოკიდებულიო სოფლიოშიო ნედლეულის ფასეო ანუ შეიძლება ისევ გაძვირდესო რა ჩვენზე არ არის დამოკიდებული მაგრამ ჩვენ აგერ აი გამოვედი და 5%-ით გავაიაფით და რა სიტყვი შენ ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ მე მაგალითად არ მოველოდი რომ დეკემბერში მთავრობა საერთოდ ესეთ ინიციატივას გააჟღერებდა იმიტომ რომ მიჩვეულები ვართ, რომ საერთოდ ჩვენთან რაღაც კუთხით სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ეს რეფორმები, რომელიც 90-იანებში დაიწყო და დაუსრულებელია, რომ აი ბიზნესის რეგულირება არ შეიძლება ქვეყანას დაანგრევს და ჯერ შევარნაძე იყო მაგისი, ასე ვთქვათ, საფუძვლის ჩამდები ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მერე მიშას დროს საერთოდ ბენდუქიძიზმი ყველაფერი გაიყიდა, ნებისმიერ რეგულაციები მოიხსნა, შრომის ინსპექცია გაუქმდა და ადამიანს უბრალოდ რომ მაგალითად არ მოწონს რომ მე მწვანე მაცვია, ჩემი უფრო შეიძლება გამაგდოს რომ პროსტა არ მევასება, მწვანე რომ გაცვია ძმაო და იშვებს სამსახურიდან. ახსნა გარმონტების გარეშე და ამაზე დაგვჭირდა სამწუხაროდ ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ჭიდილი, რომ შრომის ინსპექცია აღდგენილიყო და ისიც შრომის უფლებებს 6 წელი არ ამოწმებდა, ანუ იურიდიულად რამდენად იყო კონტრაქტები გამართული, რამდენი საათი მუშაობდი და ასე შემდეგ, მინიმალური ხელფასი. მოკლედ, ამ ყველაფრის მერე, მე მოლოდინი მქონდა, რომ ესეთ რაღაც საერთოდ ჩვენს ქვეყანაში არ მოხდებოდა, მით უმეტეს ქართული ოცნებიდანაც, რომელიც ეკონომიკურ პოლიტიკას აგრძელებდა იგივეს, რაც ჰქონდა მის წინამთავრობებს და მათი ამისი სიმბოლო არის ჩემი პირადი გადმოსახი და ნათია თურნავა, რომელიც ეხა ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობს მანამდე იყო ეკონომიკის მინისტრი, ამბობდა რომ ჯობია ტურიზმის სამინისტრო ვიყოთ საერთოდო, მანამდე იყო ბენდუქიძის მოადგილე, მანამდე იყო შევარნაძის დროს კიდე მონეტარულ პოლიტიკაში და ეკონომიკურ პოლიტიკის გამტარი და მოკლედ ეს სიმბოლო არის ეს ხალი, ასე ვთქვათ, უბრალოდ სახეხატი ამ პოლიტიკის გაგრძელების და უცებ პრემიერ-მინისტრო გამოვიდა, ესეთ რაღაცა განაცხადა, მეთქი, ვა, რა მაგარი რაღაცა არის, იმიტომ რომ იმდენ სამსახურში მუშაობს ჩემი სამეგობრო მეც მეგობარი მყავს ერთი რომელიც 14 სამსახური აქვს არ ხუმრობ ნუ ხა დედა არის და ბავშვი ყავს და ნუ ვალები აქვს და რაღაცა და 14 კომპანიაში მუშაობს რა ეს ადამიანი 14 კომპანიაში და მაინც არ ყოფილი ფული 200-300 ლარს არ რჩება ხოლმე რა და ჩემი ბავშვობის მეგობრები კიდე ვინც დარჩა 2-3 ადამიანი დარჩა თითქმის ყველა არის ემიგრაციაში წასული ეკონომიკური პოლიტიკის გამო ის კი არ საქართველოს არ უყვარს ან რაღაცა და ან მაგალითად ევროკავშირის დროშების ქნება ევასე ვაფშე სხვა ტიპები არიან რა წასულები არიან ამ რეალობიდან გამომდინარე პერსპექტივებიდან გამომდინარე უცა პრემიერი გამოდის რომ ხალხო აი ფასებს უშველის მეთქი რა მაგარი ინიციატივა გამიხარ აი გულწრფელად გამიხარ და იქ ჩემი შრომელები მირეკავენ არ მჯერა ის თუ მართლა მოხდება რაღაც მეთქი მოდი დავაცადოთ მივცეთ რაღაც შანსი იმიტომ რომ ესეთი კარგი ინიციატივა მე არ მახსოვს ბოლო 30 წელია არავის არასდროს არ უთქვა ზუსტად ხო ხდები რა და მით უმეტეს თავრობიდან ხო ოპოზიციიდან თავრობიდან ხო მაგრამ მეც ნუ ხა სკეპტიკური დავრჩი, იმიტომ რომ ზოგადად ფასების კონტროლი არის დროებითი მექანიზმი. იმ შემთხვევაში, იმ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შენი ქვეყანა
არის იმპორტ დამოკიდებული ძირითად პროდუქტებზე, პურზე, რძის პროდუქტებზე, ასე შემდეგ ვართ დამოკიდებული, ჰიპერდამოკიდებული. სოფლის მეურნეობა არ გვაქვს ჩვენი, რაც არის ტრაგედია და რაც არის განპირობებული ამ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკური პოლიტიკით, როდესაც ჩვენ არ ვიცავთ ჩვენს არც წარმოებას, არ უწყობთ მის განვითარებას ხელს და შევარდნაძის დროს რო დაიდო თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ნელ-ნელა ეს გარღვმავდა. იყო რომ დროებითი იყო და ეს თითქოს უნდა იმ არეულობას და იმ გარდამავალ პერიოდს დაეხმარებოდა. თუმცა დარჩა და ქართველი ფერმერი და ქართველი გლეხი დარჩა მუდმივად ისეთი დიდი რაოდენობით თურქულ პროდუქტთან კონკურენციაში, რომელიც წალეკავს ამ ყველაფერს რა და ძალიან რთულია. და ამ ყველაფრის ფონზე ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ეს არის დროებითი მექანიზმი, ეკონომიკური თვალსაზრისით რო შევხედოთ, დროებითი მექანიზმი და წარმოება რადგან არ გვაქვს, ჩვენი სოფლის მეურნეობა სამწუხაროდ დამოკიდებული არის საგარეო რყევებზე, რასაც ვითვალისწინებ. მაგრამ ამასთან ერთად პრობლემა არის ის, რაც პრემიერმა მართლა თქვა, რომ ეს არის, რომ მოგების მარჟები აქვთ ხელოვნურად გაბერილი და 10-დან 16%-მდე უფრო მეტს იღებენ, ვიდრე მაგალითად ჩვენზე ბევრად რომ დიდარი ქვეყნები, სადაც მოსახლეობის ყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოს, ლაპარაკია მაგალითად საფრანგეთზე, გერმანიაზე, ავსტრიაზე და ასე შემდეგ, ხო? და ამ მოცემულობაში რეგულაციები მართლაც რომ იქნებოდა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ კონკრეტულად ხელოვნურად გაბერილ მარჟას, რაც საქართველოს ბაზრის გარეთ და საქართველოს ეკონომიკური კონტროლის გარეთ არის, ამას მაინც დაარეგულირებდა ეს ხელოვნური ფასნამატები არ მოხდებოდა, რაც მაგალითად წამლებზე არის და ოქრიაშვილი რომ ამაყობდა, რომ რუსეთიდან ჩამონქონდა $30 და $3000 კრედიტი ომერიო, თან რომ იძახის და ამით ამაყობს. ანუ ხალხის ასე ვთქვათ, გაცურებით ამბობენ, რომ იმიტომ რომ გონიათ რომ ჭკვიანები არიან რა. და ეგ არის ტრაგედია. იგივე მოხდა აქაც, როდესაც პრემიერმა ეს განაცხადა, იმ წუთშივე წამოვიდა ეს თავისუფალი ბაზრის ხელშეუხებლობის პრინციპზე კრიტიკა და ყიჟინი და დაიწყეს ლაპარაკი, რომ მოდი კომისია გავაკეთოთ და მე სამწუხაროდ მუშაობდი ძალიან ბევრი წელი შრომის პოლიტიკაზე საქართველოში. მაშინ, როდესაც ნაცვლად შრომელების მოწვევისა, პარლამენტის კომისიებში ისხდნენ NGO-ები, რომლებიც ახლა დღე და ღამე ომში არიან მთავრობას, ეს NGO-ები და ერთი სიტყვის მაგალითად მომსახურების ნაცვლად დახმარების გაწევით თუ შეცვლიდნენ სიტყვას კანონმდებლობაში, ეს NGO-ები მიიღებდნენ რაღაც 200,000-ით მეტ გრანტს და ეგონათ, რომ პოლიტიკაზე გავლენას ვახდენდითო და არაფერი არ შეცვალეს ამ NGO-ებმა დადებითად სოციო-ეკონომიკური კუთხით. შრომელები არასოდეს არ იყვნენ მოწვეულები. და ეს კომისიები მიზანი არ იყო ეგ მაგიტო. რა თქმა უნდა. უბრალოდ, სოციო-ეკონომიკური კუთხითაც ფარავდნენ თავის ამბებს რა და მე კომისია როგორც გავიგე, იმიტომ რომ კომისიების ძალიან მეშინია. იცი რატო? რომ კომისიები არის სადღაც თაროზე რო შემოდებ რა რაღაც იმას და რჩება და არასოდეს ბოლომდე არ მიდის. მე გამიხარდა ის რომ თქვეს რომ მე პირდაპირ ჩემ ქვეშ იქნება ეს კომისიაო რა აღმასრულებელი ხელისუფლების რომ პარლამენტში მილიარდი პროცედურაა და ასე შემდეგ. მე კიდე ინიციატივები ძალიან ბევრჯერ ქონდა ჩვენს დამოუკიდებელ პროფკავშირის სოლიდარობის ქსელს რომ მაგალითად ექთნისა და პაციენტის თანაფარდობა არ იყოს 1 ექთანზე 15 პაციენტის მაგივრად ევროპა ხო ყველას ძალიან უნდა. მოდი ავიღოთ ევროპული სტანდარტი და 4-6 პაციენტი, 5 პაციენტი იყოს რა 1 ექთანზე რა. ამის კონტროლი მაინც მოხდეს. მინიმალურ ხელფასიც და ერთდროულად ქართლმა ოცნებამაც და მაშინ ნაცების ოპოზიცია რომელიც იჯდა პარლამენტში ერთდროულად ჩააგდეს, მოკლეს ეს ინიციატივა იმაში კომიტეტებში. და მე მაგ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მით უმეტეს, როდესაც ჩვენი პარლამენტი მაშინ ყოველ შემთხვევაში კლინიკების ფლობელები იჯდნენ წითელ მხარესაც და ლურჯ მხარესაც. ხო, ანუ ჩვენი მაშინ ლობისტები არიან, ეგ არის რთულია ხო? 40 მილიონერი ნორი მშრომელი რა წარმოადგენს. პრემიერი უნდა წავიდეს თავისი გუნდის წინააღმდეგ. აი, როგორც ღარიბაშვილი რაღაცები ცადა, მაგრამ რომ არაფერი არ გამოუვიდა. თურქული წამლების ამბავი გახსოვს? ხო, მაგას ვიძახი და კლინიკებს რო შეეხო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ გადათელეს. აი ხა ხო პრემიერთან ხო იყვნენ შეხვედრაზე აფთიაქის სექტორის წარმომადგენლები რა და როგორ რაღაცა დაიწყეს, გამოუსვენ განცხადებს, ზოგმას შანტაჟი დაიწყო, რა გამოვიდნენ და რას იძახდნენ, იცი რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყო დეფიციტი არ შექონოთ. რა შეიძლება დეფიციტი? შენ თუ დეფიციტს არ შექმნი, დეფიციტი როგორ უნდა შეიქმნას? ზუსტად. კიდე გამოდიან და აი ხა ნახე აი რამოდენიმე ის მაქვს რა, პროსტა მინდა რომ კარგად წავიკითხო რა. ეს გამოვიდა ერთ-ერთი წარმომადგენელი და ბიზნესის ბუნებრივი ინტერესია რაც შეიძლება იაფად გავყიდოთ პროდუქციაო. ერთი გამოვიდა და მაქსიმალურად გაკეთებული მედიკამენტების ნამდვილად არის გაიაფებულიო.
კიდე აქ მედიკამენტის 70% ფასი ისედაც დარეგულირებულია ეს PSP-ს წარმომადგენელი და კიდე აგერ ფარმასექტორში უმწავესი კონკურენციაა და 20% მეც უფრო იაფათყვიდით ვიდრე რეფერენტული ფასები. ანუ ყველაფერი კარგად არისო და ისა რა ქვია ჩვენ უბრალოდ ბრმები ვართ, აქ ვერ ხვდებით ამას ხალხი არ ყიდულობს, არანაირი პრობლემა არ არის, აქ შანტაჟიც კიდე წავიდნენ. ეს არის კარტელი, ანუ კარტელი რას ნიშნავს ახლა რომ მაყურებელმა უფრო კარგად გაიგოს რა. ადამიანები აი ეხა მაგალითად აი კვერცხის მაგალითი რო ავიღოთ, ეს კვერცხის 4 კომპანია გამოვიდა, 4 კონცერტს იდეაში ესენი უნდა იყვნენ კონკურენტები, ხო, ერთმანეთის და 4-ივე ერთდროულად დათქვა, რომ ჩვენ 5% უნდა დავაწესოთ, 5% ვაიაფ. რას ვიღაცა ხო შეიძლება 8%-ით მოუნდეს, ვიღაცა 3%, ვიღაცა 15%. ეს ხო ნიშნავს, ეს არის კარტელის მაგალითი, რომ 4 კომპანია, ან ეს კომპანიები ერთი ადამიანისა, ან კარტელური შეთანხმებაა, ხო? და ერთი ადამიანის კიდე როგორ აი ბაზარზე, ანუ ესენი აკონტროლებენ მიწოდებას, ანუ დახლებზე მიწოდებას და აი როგორ აი ჭარბი პროდუქცია თუ შედის ბაზარზე, ფასები იწევს ქვემოთ. თუ რაც მცირეა ბაზარზე პროდუქცია, მით უფრო ფასებიც იზრდება, ხო? და ესენი აი ამას აკონტროლებენ და ეს არის მთავარი პრობლემა და ჭარბი პროდუქცია თუ იქნება, ხელფასი დაბალი იქნება ფასებიც. აი მაგალითად ახლა ბაზარზე რო შედიხარ და იქ რო ხედავ რომ კვერცხის ერთი გამყიდველია, რა თქმა უნდა, კვერცხი ძვირი იქნება. მაგრამ თუ 5 გამყიდველია, იქ კონკურენცია არის და უკვე ფასები იწევს. მაგ შემთხვევაში ოღონდ თუ არ არის კარტელური შეთანხმებები რა. აი ეხლა გადაცემის წინ ვსაუბრობთ, აი ოქროს ბირჟა რო ავიღოთ, იდეალური მაგალითი ამისი რა. აი ოქროს ბირჟაზე რო შედიხარ, არის 200-300 დახლი, იდეაში ახლა კონკრეტი სხვა სფეროა ეს გასაგებია, მაგრამ ილუსტრაციისთვის ნათლად ჩანს, რომ ყველგან სადაც პირველთან რომ მიდიხარ და ბოლოსთანაც რომ მიდიხარ, ერთი და იგივე ფასს გეუნება ყიდვის და გაყიდვისას. აი ეს უნდა ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ეს არის ამ მოდელმა მისცა საშუალება ამათ, რომ ესე აი ამ დონემდე გაბოდიშ და გაბლატავდნენ, რა თქო, რას ქვია, არ უნდა ჩაედიოს, როგორ არ უნდა ჩაედიოს, კაპიტალიზმი ღორია ბოდიშ და ვერ ხვდება, რომ მარტო საკუთარ კეთილდღეობას ზრუნავს, სახელმწიფო უნდა ჩაეროს კი არა, რა აი არ არსებობს ერთ-ერთი პუნქტი რომელსაც არ გეთანხმები რა თავიდან ფონომდე რა და ამ ყველაფერთან ერთად კიდე არის кэшბექები რა ჩემ პროდუქტები რომ შენთან განვათავსო ამაში კიდე დამატებით პროცენტებს იხდი რა თან არ არის რეალურს არ არის პრემიერმა მაგალითად 50% არ დაგვაუწყეს კიდე პრემიერმა თქვა ის რასაც მაგალითად მე და ჩემი თანამოაზრეები ვამბობდით ძალიან დიდი ხანი როგორც იქნა თავრობა მაღიარო ეს კომპანიები მაგალითად საცალო ვაჭრობის ობიექტები ცალკე მაგალითად სპარი ნიკორა და ასე შემდეგ დანარჩენები ან კლინიკები ზოგადად იხსნება ისე რომ იქ არსებული დასაქმებული პერსონალის უფლებები არის ფეხქვეშ გათელი უფლებებს ვამბობ შრომით უფლებებს მაგალითად ერთ ადამიანს აძლევენ 5-6 ადამიანის სამუშაოს მაგალითად რო ავიღოთ ხო საცალო ვაჭრობის მაღაზიებში ახალგაზრდა ბავშვები არიან რა 14-16 საათი მუშაობენ ხოლმე ხშირად ხელფასები არის რაღაც 400-დან 800 ლარამდე მერყეობს გააჩნია ეს ადამიანები ღამე მერე არიან დაცვაც დამლაგებელიც და რაღაცა პროდუქტი რო გაფუჭდება და არ გაიყიდება, ამათ აწერენ ხელფასებიდან, ხალხო დანაკლისების სახით. ანუ კომპანია არასდროს არ მიდის წაგებაში რა. და ვიღაცა მთვრალი რო შევარდება ხოლმე, ეს ახალგაზრდა ბავშვები იღებენ პირველ დარტყმას თავის თავში ფიზიკურად. ძალიან ბევრი დავაქონი ამაზე რა. და ბიზნესები ჩვენთან პირველ რიგში, ბიზნეს პირველ ეგ არის ტყუილი რომ ბიზნესის თავარი ინტერესი რო ყველაფერი იაფად გაიყიდოს, ბიზნესის თავარი ინტერესებია რომ ყველანაირად ამოიღოს მოგება. დანაკლისები, ზუსტად დანაკლისები და ექსპლუატაცია ის რომ ერთ ადამიანს ასაქმებ 4-ის ნაცვლად, ამაში ფულს ზოგავ, იმის მაგივრად კიდე რომ ვერ გაყიდე პროდუქტი სიტყვაზე, პროდუქტი ვერ გაყიდე და შენ დასაქმებულს აჭრი ხელფასიდან ამას ესეც იმაზე მეტყველებს რომ შენი მთავარი მიზანია ამოიღო ბევრი ფული მოგება და პლუს ამაში რომ ასე ვთქვათ არაკეთებ შესაბამის დანახარჯს მე შენ ხსნი ახალ ადგილას ახალ მაღაზიას და ასე ხსნი და ამ ყველაფერთან ერთად ისიც ჩანს რომ ჩვენი ბიზნესები საბოლოო ჯამში იმიტომ არიან ესე ზუსტადაც რომ ვიტყვი ამ სწორს გაბლატავებული რომ ჩვენთან სტანდარტები არის ძალიან დაბალი, რადგან რეგულაციები, სწორი რეგულაციები არ არსებობს, რაც ნიშნავს რომ ძალიან დაბალია სტანდარტები. და მე არსებობს ის იდეოლოგიური ჩარჩო, რომელიც განსაკუთრებით გამეფდა ბენდუქიძის პერიოდში ეს ნეოლიბერალიზმის, ასე ვთქვათ, პიკი საქართველოს, რომ ოდნავი რეგულაციაც საბოლოო ჯამში თურმე დაარტყავს და დავხურავთ და რაღაც ეს თავიდან ბოლომდე შანტაჟია. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა გქონდეს სახელმწიფო, რომელიც იქნება, აი ნახეთ ერთმანეთთან როგორ არის კავშირში, რომელიც იქნება მყარი, ჩვენ გვჭირდება
რომ ავწიოთ ეკონომიკის სტანდარტები მაღლა. მე არაფერს არ ვამბობ ჯერჯერობით ადგილობრივ წარმოებაზე, რომ სჭირდება რომ ჩვენ მომსახურების ეკონომიკა არ დავრჩეთ და დისტრიბუციის ეკონომიკაც არ დავრჩეთ და რაღაც ადგილობრივი წარმოება მაინც ქონდეს. ხო, მაგალითად, აი ამ პომიდორის ფერმები რო შექმნით, მარტო პომიდორი კი არ გავყიდოთ, მე გადამამუშავებელი საწებელისთვის დაგჭირდება ქილის გაკეთება. მე მაგ ფერმა მოგიყვები მე ქილის გაკეთება, ხო და ამას შეუწყოთ ხელი ადგილობრივს რა. და საბოლოო ჯამში ჩვენ ბიზნესი, ჩვენ კი არ უნდა ვემსახუროთ ბიზნესს. ან ნეოლიბერალიზმი არის სახელმწიფო არსებობს სინამდვილეში იმისთვის, რომ ემსახურო ბაზრის სუვერენულობას. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ბაზარი ემსახურებოდეს სახელმწიფოს სუვერენულობას, ხო? ანუ განა კაპიტალს ემსახურებოდეს ჩვენი ბაზარი და ვიღაც კონკრეტული ხალხის გამდიდრებას. არამედ პირიქით, რომ მათი გამდიდრება სიტყვაზე კაპიტალის ყოველთვის გამდიდრდება და ყოველთვის იღორია. თუ შენ სტანდარტებს არ დაუწყებ. ხო, იაფი მუშახედი რა არის, ეგ არის, ხო? უფრო მეტი მოგება ნახავს. მეც პრობლემა მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების მაგალითად ინიციატივებთან რომ ეს გაიხსნას რაღაც ინვესტიციები შემოვიდეს დიდი რაოდენობით, რა სფეროში შემოდის ინვესტიციები, ხო? და რა მიზნები აქვს? და რა მიზნები აქვს? ნუ კიდე ეს პოლიტიკური და კულტურული ცალკე არის, მაგრამ ეკონომიკურში რო ჩავიდეთ. 30000 სამუშაო ადგილს შევქმნით ამ ინვესტიციებით. თუ 30000 სამუშაო ადგილს შევქმნი, მაშინ ეს კომპანიები რატო იყვანენ არალეგალ მშრომელებს ჩვენს ქვეყანაში, რომელს სამუშაოები ბევრად უფრო ცუდ პირობებში, ვიდრე ქართულ სამუშაო კადრი არ არისო. ანუ მომსახურების სფეროში იხსნება სამუშაო ადგილები, რომლებშიც ქართველები ვერ საქმეებიან. იმიტომ რომ გადიან ჩვენ. გადიან, იმიტომ რომ ძალიან დაბალია სტანდარტები. ხელფასი რო შეხედო ხალხი რო იგაღარ. მინიმალური ხელფასი. ზუსტად, მინიმალური ხელფასი არ არის ჩვენს ქვეყანაში. მინიმალური ხელფასი ერთ თვეში 20 ლარი 98 წლის მერე. ეს ინიციატივა მთავრობამ დააყენოს, წარმოგიდგენია რა ისტერიკას დაიწყებენ ბიზნესები, ისტერიკას დაიწყებს ჩვენი ოპოზიცია, რომ თურმე კიდე აქციის გადასახადი შეუძლოთ საწოდავ ბიზნესებს, ვიღაცა ის ბობოლა ყოფილი ნაცების შვილი ახლა რომ ძალიან პოპულისტობს, მაჭავარიანი შვილი და დანარჩენები და გირჩი და ვიღაცები რომ კი, მაგრამ ზუსტად ამ პოლიტიკა მიგიყვანა იმამდე, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ჩვენი მოსახლეობა ჩამოვიდა 5 მილიონიდან 3 მილიონზე. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ჩვენი ხელისუფლებები 90-იანი წლებიდან არ მუშაობს ხალხისთვის, ხო? ხალხისთვის არ მუშაობს ეს ეკონომიკა. მე მაგალითად ეხლა რო ვიყავ ჩინეთში, ფასები აი როგორ გითხრათ, აი თორნიკა, იცი რომ 500%-ით უფრო იაფია. მაგალითად, ქალაქ გარეთ სტუდენტი მუშაობდა ქალაქ გარეთ, აი გლდანისნაირ გარემო, ოღონდ ისეთი განვითარებულია და ისეთი მოწესრიგებულია ყველაფერი, რომ გეტოები თითქმის არ არსებობს. აი შანხაიში, ხო? 24 მილიონი ახალი საცხოვრებელი ბინა აშენდა 2012 წლის მერე, 12 წელიწადში ში ჟინპინის მოსვლის შემდეგ. ჩინეთი რატომ მომყავს, მაგრამ ჩინეთი არის ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელიც არ გაყვა სოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის იმ დაწერილ მოდელებს. და რა შედეგამდე მივიდნენ. კაპიტალი ემორჩილება სახელმწიფოს და არაპირიქით ყველა სფერო არ არის პრივატიზებული, რაღაც სფეროები რაც არის საჯარო, მაგალითად ჯანდაცვა არის ადამიანის უფლება და კერძო ჯანდაცვა ჩინეთში თითქმის არ არსებობს. ჩინეთში არაკერძო სექტორში უფრო მაღალი ხელფასია, ვიდრე კერძო სექტორში. რა თქმა უნდა, აი ხა მაგალითად სასტუმროში დასაქმებული ეს ახალგაზრდა გოგონა, რომელიც მუშაობს, ვკითხე რამდენი ხელფასიო, 1990 ლარი, 1990 ლარი ჩინეთში თავზე გადაგეო. მაგალითად, შენ ექიმთან ვიზიტი ჩინეთში გიждდება დაახლოებით 15 ლარი, მაქსიმუმ 15 ლარი. წამლები, მაგალითად, დიაბეტის წამლები, ან სხვადასხვა რაღაც წამლები, რაც ჯამში საქართველოში წნევის წამლები რაღაცები ხა ბებია ბაბუაჩემის გამომდინარე რომ ანგარიშობ ხოლმე, ან ჩემი მეგობრების ბებია ბაბუებიდან და დედმამიდან გამომდინარე, დაახლოებით რაც 400-დან 600 ლარამდე ჯდება საქართველოში, ეს წამლები გიждდება დაახლოებით 50-დან 70 ლარამდე ჩინეთში. ეს იმიტომ რომ შენ გაქვს ქვეყანა, რომელშიც არის წარმოება გუგუნებს, შენ გაქვს ქვეყანა, რომელმაც გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ თავის ქვეყანა განვითარდეს და არა ბიზნესმენებმა ნახონ მოგება. ბიზნესი არ არის მთავარი, ბიზნესი არის გვერდითი ეფექტი, ანუ ეს არ არის ცენტრალური, ჩვენთან არის პირიქით, იმიტომ რომ ლობისტებზე არის აწყობილი ჩვენი მთელი ქვეყანა, ჭყონიები, შმონიები ხან ერთ თავრობაში ზიან, ხან მეორეში, ოქრიაშვილი ჯერ ნაცი იყო, მერე გაქოცდა, მერე ისევ განაცდა PSP და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი პრობლემა კიდე არის ის, რომ ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ და როდესაც არაფერს არ ვაწარმოებთ, კიდე უფრო მოწყვლადი ვართ ჩვენ გარერყევებზე ეკონომიკაზე და შიდა რეგულაციები კარგია, თუმცა ეს შიდა რეგულაციებიც არ იქნება საკმარისი. და ამ ყველაფერთან ერთად
იდეოლოგიურ ჩარჩოში ვართ ჩაკეტილი, რომლიდანაც თუ არ გამოვალთ, უბრალოდ ვიქნებით რადიკალიზმის მსხვერპლი და ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, როგორც ევროკავშირი იყო რელიგია, ისე არის ეკონომიკაში, თუ ის პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაში იყო რელიგია, რაღაც ფუნდამენტალიზმი ხელშეუხებელი, იგივე უნდა მოხდეს აქაც. და ამაზე დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ რადიკალიზმი და რაღაცაი ჩარჩოები და იდეოლოგიური ფუნდამენტალიზმი თავის შემოხვერო აქ ჩარევა არ შეიძლება. ეს უბრალოდ არ მუშაობს, ხო? არ მუშაობს რა. და ამიტომ ხალხადოთ ეხა იქნებ გამოვიდეს და ამის მაგალითები არის რა და ის რომ მაგალითად აი კიდე იმასაც ვიტყვი რა რეიტინგებით ეკონომიკა იზრდება და მე ხალხი როდესაც ამბობს რომ ეკონომიკა რატო იზრდება არ მჯერა რომ იზრდება იმიტომ ჩემ თავზე ვერ ვნახულობ და ოპოზიცია ამბობს რომ არ იზრდება მაგრამ სინამდვილეში ეკონომიკა იზრდება უბრალოდ მენეჯმენტი და გადანაწილება არ ხდება ისე რომ მაგალითად შრომმა ხალხმა ვიგრძნოთ ეს ჩვენ თავზე და ეს არის პრობლემა მე რა იმიტომ რაც არ უნდა რეიტინგები თავრობამ თავი მოიწონოს ეს როგორ გითხრა იცით თორნიკე რომ ეს ხალხში უფრო მეტ სიმპათიას მათ მიმართ არ განაწყობს იტყვიან ან იტყვიან ან თუ იზრდება ვიღაც ბობოლების სარგებლობები ამით ხალხში უბრალოდ ამით სარგებლობს ვერ ნახულობ და ეს ასევე თავის თავზე რეიტინგსაც ურტყავს ხარდაჭერას ურტყავს მე მესმის რომ ერთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ და სურყევებია და რაღაცა მაგრამ როდის იქნება შენი ხალხი უფრო ნაკლებად მოწყვლადი იმიტომ საქართველოში ძალიან დიდი ხანი შეიქმნა პარაზიტული კლასი, რომელიც უფრო კარგად ცხოვრობდა ვიდრე სხვები, რადგან ისინი იყვნენ NGO-ების წარმომადგენლები. NGO კლასს ჰქონდა ის პრივილეგიები, რაც მაგალითად სპარში დასაქმებულს ნამდვილად არ აქვს, ან უნივერსიტეტის პროფესორს ან სკოლის პოლიციას ხელი გაარტყას და გმირი იყოს მაგალითად. ხო. და ასე შემდეგ, ანუ ეკონომიკური კუთხითაც ვამბობ რა. არა, ხო, ამე ზოგადად ვიდე პრივილეგიები ყველგან პრივილეგირებული. ყველა პრივილეგირებული და ეს კლასი მაგალითად ბევრი ეს ადამიანი იბრძოდა იმ ეკონომიკური პრივილეგიების შესანარჩუნებლად, რაც ჰქონდათ რა. და ეს არის პრობლემა, როდესაც ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკა არის, ასე ვთქვათ, მორყეული და არასტაბილური. შენი ხალხიც უფრო მოწყვლადი, იმიტომ რომ გონია ბერს რომ ევროკავშირში შევალ და ავშენდებით. ევროკავშირში შენ გაქვს ბულგარეთი და შენ გაქვს დანია. არავინ არ საუბრობს როგორი განსხვავება და ბულგარეთთან ჩემი მეგობრები დღემდე დადიან კიდე გერმანიაში განვითარებას. გაუნადგურეს. უნგრეთი რატოა სკეპტიკური? იმიტომ რომ ვერ მიიღო ის შედეგები. სლოვაკეთი რატოა სკეპტიკური? სლოვაკეთში გაქვს მემარცხენე მთავრობა, უნგრეთში გაქვს მემარჯვენე მთავრობა. ორივე ერთ არიან ევროსკეპტიკურები. ხო სხვადასხვა პავილისებზე დგანდა. სლოვაკეთში განადგურდა რძის პროდუქტების წარმოება, იმიტომ ეგონა სლოვაკებს რომ ეხა კომუნისტებისგან გათავისუფლდებით და ის სლოვაკური ბრენდები გავლენ და ამ შემოვიდა გერმანულ ბრენდებმა გაანადგურა ეს პროდუქტები. ჩვენ ახლა ევროკავშირთან ასოცირებულ ხელში რო გავაფორმეთ, ჩვენ დაგვიწესეს კვოტები წარმოებაზე. ანუ ჩვენ რაღაცა რაოდენობას მეტის წარმოების უფლება არ აქვს. ჩვენ ვართ მათი სამონხმო ბაზრის დანამატი. ანუ მაგათ ისინი აწარმოებენ, ჩვენ უნდა ვიყიდოთ. აი ამ მდგომარეობაში ვართ და მაგიტო არის ეს და კიდე აი შრომის კოდექსზე, შრომის კოდექსი ჩვენთან უნდა შეიცვალოს და რაღაცა უნდა დაწესდეს ხელფაზე რაღაცა ზღვარი. და იმ ბიზნესმენს მე აღარ მოუნდება იაფი მუშახელის ძიება მაგათ მიგრანტის სახით და ის ქართველი კაციც აღარ წავა სხვაგან ანუ ევროპაში ან სადმე რაღაცა ნორმალური ხელფასის ძიებისთვის რა და კიდე კაპიტალისტმა უნდა გაიგოს, რომ შრომელი ადამიანი არ არის მონა. ეს არის მთავარი რა და პარადოქსია რა. უბრალოდ კიდე ერთ დავამატებდი, მაგალითად ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების უკუ შედეგებზე მოვიყვან ერთ მაგალითს, თუ გვაქვს ამის დრო. კი, როგორ. 2017 წელს როდესაც ჩვენ უკვე გავაფორმეთ ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და აქ შეჯიბრი იყო რომ ვინ უფრო ასე ვთქვათ ვინ იყო ამ ყველაფრის ავტორი და ოპოზიცია და მთავრობა და უღრა მაგარი რაღაცა გავაკეთეთ ხო მე ვიყავი ძალიან სკეპტიკური იმიტომ რომ უკვე ვიცოდი რომ არათანაბარია 3 მილიონი ქვეყანასა და 300 მილიონი ბიუროკრატიას დაშეპირისპირება მით უმეტეს როდესაც ნივრის გატანაზე გაქვს კვოტირება ხო გვინოდებ იმ გახტევინე მე გარასახაც ხო და ამ მოცემულობაში ჩვენთან ССР-ს შემდეგ მონოინდუსტრიული ეს რა არის საინტერესო რომ თვითონ გადავიდეთ თავისუფალ ბაზრის ეკონომიკაზე თუმცა შენარჩუნებული გვაქვს რომელიც ССР-ს დროს ძალიან მაგრამ მუშაობდა ეს იყო მონოინდუსტრიული ქალაქები ანუ ინდუსტრია იყო მაგალითად აზოტის ქარხანა მის გარშემო გაშენდებოდა მოსახლეობა მაგალითად ჭიათურა მაგალითად ტყიბული მაგალითად აგარაში ჰქონდა მეშაქრეობა ხო კი ყველგან ეგრე იყო ხო და ანგლისი იყო იქ რაღაცა მეწვერის მეწვევა არ დივერსიფიცირება არ მოხდა უბრალოდ პრივატიზება და აგარი შაქარი გახდა კერძო ხო მაგრამ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შემდეგ დიდი რაოდენობით ევროპული შაქარი შემოიტანა ევროკავშირმა მოხსნა თვითონ წარმოებაზე შეზღუდვა რომელიც 67 წელს 68 წელს დააწესეს 1968 წელს ასევე მთავარი წარმოებელი შაქარი სოფლიოში არის ბრაზილია და რეალის რყევები იყო მაშინ განსაკუთრებით ბოლსონაროს მთავრობა და ძალიან პოლიტიკური და ეკონომიკური არეულობა ჰქონდა ბრაზილიას რამაც
გამოიწვია ის, რომ ევროკავშირს დაჭირდა თავის შაქარზე წარმოების, ასე ვთქვათ, შეზღუდვების მოხსნა. და საქართველოს შემოვიდა დიდი რაოდენობით გერმანული შაქარი, სიტყვას მახსოვს, იტალიური შაქარი. რამაც გამოიწვია ის, რომ პარალიზება გაუკეთა აგარის წარმოებას, იმიტომ დიდი რაოდენობით შემოვიდა, იაფი შემოვიდა და ადამიანები, რომლებიც თაობები იყვნენ მეშაქრეები, გახდნენ დარჩენ ჰაერში და კომპანია, რომელიც იყო კერძო ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია იყო, გადაწყვიტა, რომ 6000 კაცი გავიშვა სამსახურიდან. და ეს ადამიანები სამწასულიყვნენ, უნდა წამოსულიყვნენ, ძირთადად კაცები არიან. ტაქსის მძღოლები გამხდარიყვნენ, ვალები აიღოთ თბილისში. ან წასულიყვნენ მკრეფავებად თურქეთში, ხალები უნდა წასულიყვნენ ემიგრაციაში, იმიტომ რომ მაღაზიებიც გაჩერდა მერე, იმიტომ რომ ვალებს უსასყიდლოდ გასცემდნენ, ნისიად გასცემდნენ პროდუქციას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ თანხა და ტიპებმა გადაწყვიტეს მეშაქრეებმა ნაცვლად იმისა, რომ ცალკე მთავრობის პრობლემა, რომ არანაირი ბარიერები არ დააწეს, ცალკე ბიზნესის პრობლემა, რომ არასოდეს არ იფიქრა ბაზრის, ასე ვთქვათ, გაფართოებაზე ან პროტექციონიზმზე თავისი ბიზნესის, გადაწყვიტა, აი, იაფი ფული რატო ევასებათ რა, გადაწყვიტეს, რომ მეშაქრეობის ეს ქარხანა დაეხურა და გაეკეთებინათ ბიტკოინების მაღარო. ანუ ხედავ საიდან სად გადახდნენ, ანუ თავარი იყო ყოველთვის ამოღება და სტანდარტები თუ არ იარსებებს ჩვენს ქვეყანაში, მეშაქრეობის ადგილის მაგივრად მივიღებთ ყოველთვის ბიტკოინს. ბიტკოინი ქვეყანას რაში დაეხმარება? ვიღაც 1-2 ადამიანი გამდიდდება და ადამიანების უმრავლესობა იქნება მოწყვლადი. ჩვენი ადამიანები თუ იქნებიან ესეთი მოწყვლადები, მაშინ სუვერენულობაზე ლაპარაკი ძალიან გაჭირდება. სუვერენულობაზე ლაპარაკი მარტო ის, რომ ევროკავშირს თავს აღარ დაგიქნევთ არ არის, იმიტომ რომ შენ უნდა გქონდეს ძალა, რომ მართლა არ დაუქნიო ევროკავშირს თავი რა. გამიგე და ეს არის. და ევროკავშირზე დიდი პრობლემა ჩვენ ეკონომიკაში არის თურქეთი და თურქეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც არის მთავარი გამანადგურებელი ტრადიციული ქართული სოფლის მეურნეობის წარმოებისა რა. კი, აი მე ჩვენთან ახლა საბჭოთა დროს რო გაიხსენე 20 მილიარდი სოფლის მეურნეობის პროდუქცია იქნებოდა ჩვენთან. ეხლა არის სადღაც 3 მილიარდზე ჩამოსული. წარმოგიდგენთ როგორი რამხელა სხვა, ანუ და რამდენი ახლა დიდი რესურსი გაგვაჩნია ანუ ჩვენ ამ ყველაფერს რა და აი იმაზე რა ქვია აი კარტელებზე კიდე ერთი რაღაც მომენტი მინდა რომ აი რა არის რომ მაყურე აი საფთიაქოს ქსელში რა როგორ რაღაცა საფთიაქო ქსელი არის მწარმოებელის იმპორტიორის საფთიაქო ქსელი მაგისია კლინიკები მაგათია სადაზღვეო მაგათი არის ბანკები რო ავიღოთ მაგალითად აი ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში იგრძალება არაპროფილური საქმიანობები ანუ რას ნიშნავს რომ ანუ ბანკს ანუ ჩვენთან მაგალითად ბანკი არის დეველოპერიც კლინიკებით სადაზღვეო სისტემაც მაგისია და მაგას მე სურვილი არ უჩება საბანკო პროდუქცია შექმნას ანუ ბიზნესი დააფინანსო მაგალითად მშენებას რატო დააფინანსო რომ თვითონ თავის დეველოპერები რა შეჭირდება კონკურენტი ხო ეს კანონმდებლობით უნდა აიგრძალოს ეს ესეთ კარტელის ერთ-ერთი ნაწილია რა და აი შენ რას ფიქრობ ისე ამას დაკავშირებით ეგ არის აუცილებელი და მაგის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ ბანკები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასე ვთქვათ პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და ფინანსური სექტორი, რომელმაც მთლიანად შეჭამა ჩვენ ქვეყანაში არა მხოლოდ საჯარო სექტორი, არამედ თუნდაც პოტენციალი კერძო სექტორის განვითარებისაც. და ფინანსური კაპიტალი არის ძალიან საშიში, რომლის მართვაც არის შეუძლებელი. განსაკუთრებით ისეთი ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორც არის საქართველოს ბანკი, რომელიც მხოლოდ სახელით არის ქართული საქართველოსი, რომელიც იმართება ლონდონიდან ანონიმური სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და რომელიც საქართველოში კონტროლებს საავადმყოფოების 50%-ს და სადაც ექნების ხელფასი სანამ არ მივაწექით და არ შევასკდით, იყო 154 ლარიდან 300 ლარამდე და ეხლა 650 ლარი, რაც არაფერი არ არის ისევ რა. და მთავრობის პრობლემა არის, რომ სტანდარტებს თუ მთავრობა არ აწევს და თუ არ დააწესებს რეგულირებებს, ისე არაფერი არ გამო, იმიტომ რომ კაპიტალისტები, ვინც ზოგადად ამ ფინანსური სექტორი, ყოველთვის არის ამოღებაზე მოგების, განსაკუთრებით ფინანსური სექტორი, რომელიც რეალურად პროდუქტსაც არ ქმნის, ანუ ფულიდან აკეთებს ფულს, ხო? ეს არის ასე ვთქვათ აბსტრაქტული პროდუქტიდან ქმნის უფრო მეტ მოგებას. ბანკები, რომლებიც გიზიან მეღვინეობაში, რომლებიც გიზიან მშენებლობაში, რომლებიც გიზიან ყველაფერში დისტრიბუციაში ხო ნამდვილად ესე არის და კიდე თუ ეს კანონით უნდა იგრძელოს ორი ეს საქართველოში კიდე პრობლემა რა არის რომ დეპოზიტ ბანკებს ეგერთიდად ბანკებს კომერციულ საქმიანობასა და დეპოზიტურ საქმიანობაში არ აქვს შეზღუდვა ანუ მათ შეუძლიათ ჩვენს მაგალითად საბანკო დანაზოგებს პენსიებს ხელფასებს მოკიდონ ხელი თუ გვაქვს ბანკში და გამოიყენონ ბირჟაზე თავიანთი ბანკის გადარჩენაზე ასევე მაგალითად როდესაც არის კურსის აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც მაგალითად ჩვენი კურსი ვარდება
რატო ვარდება ხოლმე ჩვენი კურსი რა? იმიტომ რომ საქართველოს ბანკს აქვს ყველაზე დიდი რაოდენობით დანაზოგი დოლარისა და საქართველოს ბანკს მიუწვდება საერთაშორისო ვალუტებზე ყველაზე მეტად ხელი. და სხვა ბანკები მე ყიდულობენ საქართველოს ბანკისგან ფულს და საქართველოს ბანკი ხდება მონოპოლისტი საერთაშორისო ვალუტების გაცემაში სხვა ბანკებზე. და ფას წევს მაღლა, რაც მე ლარის ფასს აგდებს დოლართან მიმართებაში. ეს არის პრობლემა. ასევე პრობლემაა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ფასდადების კანონმდებლობა არ მუშაობს, რომ ყველაფერი მაგალითად დოლარით განისაზღვრება ქირა, ბიზნესები დოლარით ფიქრობენ და ამ ყველაფრის უკან დგას მე საქართველოს ბანკი, რომელიც საბოლოო ჯამში არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში კურსზე, ვალუტაზე უდიდეს გავლენას თამაშობს ბანკის მონოპოლია საერთაშორისო ვალუტების ცნომაზე და სხვა ბანკებზე გაყიდვაზე. და სახელმწიფო ბანკზე რას ფიქრობ შენ? სახელმწიფო ბანკი საქართველოში სახელმწიფო ბანკი რო შეიქმნას, ეს უნდა იყოს რაღაც განვითარების ბანკის სიტყვაზე, ხო? მაგრამ ამის უკან როგორი პოლიტიკური იდეოლოგიური ჩარჩო იქნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მივესალმები, რა თქმა უნდა, კაი იდეა. იდეაში კაი ახლა ფასების კლებაც, მაგრამ რამდენად ახსოვს. ხო. და ეს არის მეორე. ძალიან კარგია, მაგრამ ეს ბანკი თუ იქნება ისე ფორმალური, ისე თუ მხოლოდ ასე ვთქვათ მიყვება იმ რეფერენდუმებს, რაც გვაქვს სოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სხვა ბანკების ინტერესებს გაატარებს, ეს რა თქმა უნდა არ იქნება. ამის პოლიტიკური ნება ჭირდება და მართლა განვითარების ბანკი უნდა იყოს. იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც იყო ჩამოსული ცნობილი საერთაშორისო ფინანსისტი და ეკონომისტი, საერთაშორისო მისი სტატიებით სწავლობდნენ გერმანიაში კოსტას ლაპავისტას, სწორედაც მათ თქვა, რომ თქვენ გჭირდებათ საჯარო ბანკების ფორმაო. რა უბრალოდ ამას ჭირდება ეკონომიკის მოდელის გადააზრება, მაგრამ ჩვენ თუ შევქმნით უბრალოდ საჯარო ბანკს იმისთვის, რომ საჯარო ბანკი იყოს ქვეყანაში, სახელით საჯარო ბანკი, როგორც საქართველოს ბანკი გვაქვს, ანუ საბოლოო ჯამში მე დავედი იმას, რომ ფორმაზე დიდი მნიშვნელობა ესეთ რაღაცებში აქვს შინაარს რა. ჩვენ თუ უბრალოდ შევხედავთ, რომ რაღაცა ლამაზია და ის რაღაცა სინამდვილეში სილამაზის ნაცვლად ხელს მოკიდებთ და რადიაციულია და წამლავს და კლავს და არაფერს კარგს არ აკეთებს, ან უბრალოდ ფორმალობა არის, ეს არც მომტანი არ არის, თორე საჯარო ბანკი უნდა იყოს. უნდა იყოს განვითარების ბანკი, მაგრამ ეს განვითარების ბანკი თუ იქნება ისევ ამ იდეოლოგიურ რადიკალურ ჩარჩოებში მოქცეული, ეს არც მომტანი არ არის. რადგან გონია, რომ თავრობა ისმენს რაღაცებს, ხედავს სხვა მოდელებს განვითარების, მაგრამ ან ეშინია, ან ითვალისწინებს ის ბიზნეს ინტერესებს, ლობიზმი რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ ვერ იგებენ ბოლომდე, იმიტომ რომ 30 წლიანი პროპაგანდირება ამ ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გამოსვლას რთული არის, როგორც დასავლეთს გადააზრება. იდეოლოგიურად ეგეთები არიან და მაგას ალბათ ხო? აი პონტი არა, ეგრე უყურებენ მაგ ყველაფერს. ეგ პონტია ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ რომ ამბობდით, რომ მეთქი ეს დასავლეთზე სუვერენულობის გადაბარება არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი არ არიან ასე ვთქვათ, კეთილდეიდები და ბიძები, იგივე არის მაგალითად ეკონომიკაშიც რა. აბსოლუტურად იგივე არის. და ამას თუ ვერ გავიაზრებ, ეკლექტურია ბოდიშაი, იცი როგორ ყველანაირი ხალხი არის იქ. ანუ ყველანაირი სოციალისტიც ამ მეოთხე მეორჯენაში ვასით ყველა არის. მაგრამ ეხლა მთავრობა როცა არის კონკრეტულად ესენი ლიბერალური იდეოლოგიის წარმომადგენლები არის. ეთახმე, მაგრამ თორნიკ ეცი რა არ არსებობს. ერთ დღეს გააკეთებ რაღაცა ფონდს, მეორე დღეს გადაიფიქრებენ, მე ახალი პრემიერი მოვა, მე არც არის პრემიერის შეცვლა საჭირო. ეს რაღაც აგენტების ეს კანონიც რომ იღეს, მილიარდჯერ შეცვალეს, გამოცვალეს, ვიღაცები ვერ დაჯარიმდნენ, ვიღაცები დაჯარიმდნენ. რაღაც არეულობა, არათანმიმდევრობა, მე ვერ ვხედავ იმისი, რომ ჩვენს ქვეყანაში მთავრობას კონდეს, აი მართლა ეკლექტურია, ხანაკეთ მიდიან, ხანაკეთ მიდიან, არ აქვს განვითარების ხედვა. განვითარების ხედვა უნდა იყოს, კონდეს, მაგრამ მოქნილი უნდა იყოს საგარეო პოლიტიკაში და ეგ გონია თუ საგარეო პოლიტიკაში მოქნილობა არ ნიშნავს ასევე ყველაფერზე მოქნილობას და რაღაც ხედვის არ არსებობს. აი რა მინდა ჩემს ქვეყანაში მაგალითად არსებობდეს 10 წელიწადში, ან როგორ მინდა ეს ხო და ეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსაც არ აქვს რა. აი ესეა მაგათ ხო საერთოდ. ხო და პროგრამა რო წაიკითხო მაგარი. ჩემი ალბოდის პროგრამაზე გამახსენდა 2024 წლის არჩევნებში მე მაინტერესებდა პროგრამები რა იყო რა და უბრალოდ ინტერესი გაგიჩნდა ხო რა ხდება. მაინტერესებს რა, ანუ მაინტერესებს და ეხლა ხოაზე ხარ ეხლა ლელო და რაღაცა და ჩვენ ვართ რაღაცა პროფესიონალი რაღაც შევედი და მეთქი აბა რა არის გავხსენე ჯერ საიტზე ლის გაიხსნა მე შევედი რუსული სიმღერების აგრძალო მეთქი ეხლა თქვენ როგორ გინდა რომ სერიოზულად ჯერ ხო ვინს ბანკებს წარმოადგენთ ფინანსურ კაპიტალის წარმოადგენლები ხართ და მე ეხლა რუსული სიმღერების აგრძალვით მე რავჭამო ანუ როგორ უნდა გამუნჯობესდეს რომ მაგალითად მებია ჩემს ბაბუა ჩემს რომ არ ყავდეს მაგალითად ოჯახის წევრები მარტო ვერ გადარჩებიან და პენსია მე გული მისკარდება უბრალოდ პენსია საკმარისი არ არის სოციალურ მაგალითად მზრუნველობა არ არსებობს აი ძალიან ცუდი მდგომარეობა და პოლიტიკურ პარტიები გამოდიან და ერთმანეთს შეჯიბრებიან როგორ უფრო ვინ ჩამოვართ
ურთმევს მარკო რუბიოს ხალხად და რაღაცას აი დარწმუნებული მარშალის გეგმა, აი მარშალი სიტყვა ამათ რა გონიათ იცი რაღაცა წოდება. და არიციან ვინ იყო მარშალი. მარშალი რო იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი და მაგიტო დაერქვა მარშალის გეგმა, აი დარწმუნებული ეგეც არის. მარშალის გეგმა საბოლოოდ ევროპას რა მოუტანა. დაახახა და ამერიკას დამოკიდებული თავი მიზანი იყო ეგ და სტალინო მაგიტო თქვა უარი მაგათი მას სხვა რაღაც ვიდახი. ამათ აი ესეც არ ეცოდინება. მე ხვდი აი მარშალი გონია აი მართლა და ეხა რომ ვიწვით უკვე გაიგებენ. ისე დარწმუნებული რომ რაღაცა რაღაცა წოდება გონია და საერთოდ არ იციან რატო ქვია მარშალი გეგმას მარშალი. ძალიან მოსაბეზრებელი არის ეს იაფფასიანი არაფრის მომტანი რაღაც პოპულიზმი, რაღაც ეს მარშალის გეგმა იქ გალესვა კედლის ან გაშპეკვა თამაშების გზა და შეგიხარდა შინაარსი არ არის დაყენებული ხმები რაღაცა გაპრანჭული რაღაცები და შინაარსი არ არის და მე სიმართლე გითხრა რომ ძალიან მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი და ცირ არის რომ ნორმალური ოპოზიცია რო ყავდეს მთავრობაც ალბათ სტანდარტებს აწევდა მთავრობის სხვა გზა არ ექნებოდა რა თქმა უნდა ეხა არის როგორ იცი რომ აი ან გირჩ რო დაусმენ მთავრობას უფრო ადეკვატური გამოჩნდება ეხა მთავრობა მიუხედავად რომ მათი პოლიტიკა ეკონომიკაში არ არის საერთოდ კარგი. აბა გირჩ გამოდის რაღაც პოლიციის იმას რა ქვია პრივატიზებას მოგთხოვენ ეს ლიბერტარიანელები და ეს არის გაპოპულარული პრივატიზებას და მე მაქედან ფული შოვნა სახელმწიფოს. იძახე მაგ სერიოზ პროსტიტუცია ლეგალური უნდა იყოს და სახელმწიფო ფული უნდა ვიშოვოთ აქედან. და კიდე ამბობს გირჩი ამბობს რომ აი მაგალითად ის პრივატიზების რეფორმები რომლებმაც მოგვიტანა ეს ცუდი სოციალური შედეგები თურმე საკმარისი არ იყო. და ნარკოტიკები ლეგალური და ნუ აი აბსურდში არის ვაშ ვერ ხვდები რა ქვეყანაში ცხოვრობ. ხო და ნუ კაი მაგათ მაინც იდეოლოგია აქვს მაგრამ სხვების რა ხდება რომ სულ სიმღერებს ბრძალათ და ეგ არის თუ უფრო კარგად დაიწყოს. კი პროცესი საშინელი. იმას რა ქვია დროშას მე დავიღალე საგარეო პოლიტიკაზე აქცენტირებით. საგარეო პოლიტიკა მესმის რომ რთული არის, მესმის რომ არ უნდა მოვექცეთ დღის წესრიგში, მაგრამ ის რომ დღე და ღამე გველაპარაკებიან რომ პრეზიდენტმა ჩამოართვა მარკო რუბიოს ხელი, ვიღაც და ბედნიერები ვართ, ამით ბედნიერები უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც სოციო-ეკონომიკურად ესეთი მდგომარეობა გვაქვს და ამასობაში ჩვენ ისეთი ისტორიიდან მოვდივართ რომ ეს არ უნდა გვიხაროთ და არ უნდა იყოს და ჩვენ აი იცი რა მგონია რომ მაინც ცდელობა, მაინც ვერ გამოვედით საბოლოო ჯამში ძალიან მივესალმები სუვერენულობას ვერ გამოვით ამ ჩაკეტილი წრიდან რომ აი მაინც ლეგიტიმაცია გვჭირდება ვაშინგტონი და მაინც ამერიკა მაინც მაგარია ძმა და რაღაც აი ჩაკეტილი აზროვნები და გვჭირდება ეხლა პატარა საქმე ჩვენ როგორ ვეო მაგრამ ეს რო რაღაც ესეთი ეს მონური მენტალიტეტი რო აი გამარჯობა გითხრა და ჩვენ ამაზე უბედნიერესები ვართ ნუ ეს არ არის ჩემი აზრით ამაზე არ უნდა აშენდეს რაღაცა და პირიქით როცა შენ ქვეყანაში ესეთი გარდატეხმა მოხდა და შენც დაეხმარე ამ გარდატეხვის მოხდენაში და მართლა არ გარისკე და არ გაანადგურე ქვეყანა ომებში მათ შორის და ხალხმაც დაგიჭირა მხარი იმიტომ რომ ხალხი ძალიან ბრძენია და თვითგადარჩენა შეუულია რა აზროვნებს რა და ხალხი თქნეს ეს ყველაფერი ხალხი ზურგით აბა რა თორე ვინიდან ვერი დამდენ უბრალოდ რა თქმა უნდა და ამ ყველაფერზე მსოფლიოში ესეთ გარდატეხები მიდის და გადალაგება მიდის სადაც შეგიძლია შენი სუვერენულობა მაქსიმალურად ასე ვთქვათ ივაჭრო და გაზარდო შენი სუვერენულობა შენ ისევ ამ ძველი ძველი რაღაც საერთაშორისო დღის წესრიგიდან ვერ გამოხვედი ბოლომდე მაგას აჩვენებს და ნაცვლად იმისა რომ ლაპარაკი იყოს რომ ხალხო მაგალითად ბიზნესები ლობისტები ასე ვთქვათ გზას გვირთულებენ და თქვენი მხარდაჭერა გვინდა ხალხი თავიდან ბოლომდე დაუდგება მთავრობას გვერდით და შეჭამენ იმ ბიზნესმენებს მაგრამ პრობლემა ის არის რომ იდეოლოგიური ჩარჩოში არიან ჩაკეტილი კი და ის აი შიგნით არის პრობლემა თავარი პრობლემა აქვს შიგნით ეგ პრობლემა თუ გადალახეს ანუ მაშინ ყველაფერი მოგვარდება რა თქმა უნდა მაგრამ ამდენად გადალახავენ ნახოთ მაგას რო გვიჩვენებს და კი და აი როგორი მომენტი ისი აი ეხლა კაი ვიდეო მაქვს ერთი ისეთი რა და აი კურაციომ ჩაატარა 2010 წელს რაღაც კვლევა და აი ექიმთან რომ მიდიხარ ჩვენთან მაგალითად 80% მედიკამენტში გახდევინებენ კურნალობის და 20% მომსახურების ამერიკაში პირიქით ანუ დაახლოებით ციფრებია რა 80% არის ანუ მომსახურების 20% მედიკამენტების ეს კურაციო ხო ის კურაციო რომელიც არის ნუ მაგრამ ეს კაი კვლევა კი ჩაატარეს და ეხა ამაზე არის ძალიან კაი ვიდეო ერთი აი იუმორისტული ვიდეო მას ზუსტად ასახავს აი ამ კატასტროფულ მდგომარეობას ჩვენთან ანუ არის რომ აი საფრანგეთში რომ მიდის ექიმთან ადამიანი და ჩვენთან რა განსხვავება არის. განსაკუთრებული არაფერი, წამლები არ გვინდა არ ინერვიულო, იმუნიტეტი თავად გამოგლავდება ყველაფერს. ხარჯები სახელმწიფომ ანაბება. ძალიან საშიში ნაკაწრია.
პირველ რიგში რენტგენი გადავიღოთ და ბარემ კატეც მივაყოლოთ, რომ ეს არბენი არ გქონდეს. კარდიოგრამა უნდა გადავიღოთ, იმიტომ რომ გული გამოვრიცხოს. სისხლის საერთო შარდი და გლუკოზა თავისთავად. დნმ-ის კვლევა დაგვჭირდება აუცილებლად, რომ გავარკვიოთ გენეტიკური ხო არ არის. რაც შეეხება მკურნალობას. აბებს დაგინიშნავ 6 თვის განმავლობაში მიიღებ. ეხლა მიჩვევა იცით სამა, მაგრამ გადასაჩევსაც დაგინიშნავ და პრობლემა არ იქნება. ეს აბები 12 ქვეყანაში აკრძალულია, მაგრამ მაგან არ შეგაშინა. გადასაჩევსაც აი მაინც ხადავა, აი მდგომარეობაში ვარ, ეს კატასტროფაა. ჩემმა გუნდის წევრმა და ეგთანმა ჩვენმა პროგრამის ლიდერმა ზანდაშმა და ძალიან მაგარი ვიდეო სადაც აჩვენებს, რომ რეალურად როგორი გარიგებები ხდება ექიმებსა და ან კლინიკებსა და პირველადად მეც ფარმა მაფიას შორის რა რეალურად და მაგით აკეთებ, იმიტომ რეალური ხალხი არ არსებობს. ეგ რა ვთქვი ჩვენ მწარმოებელი ის იყო. ნიკორაშიც იგივე არ არის რაღაც რა ნიკორას მაღაზიები, ნიკორას ფერმები და ნიკორას დისტრიბუცია. ყველაფერი ხო, ეს კაი ეს უნდა შეიცვალოს, ეს კატასტროფა არის ეს რა, ნუ არ შეიძლება ეს დრო ვერ განვითარდებით, ხო, ვერ განვითარდებით რა, ლაპარაკი დარჩება ლაპარაკად რა. ზუსტად. ეხლა მინდა ევროკავშირზე და ზოგადად რაღაცა ჩინეთზე რაღაცა პარალელები გავალოთ. ეხლა გამოხდა გლობალური რეალური მუშების ტოპ-10 ქვეყანა. ათეულში არც ერთ ევროპული ან ერთადერთი ევროპული ქვეყანა ის ბოლო ადგილზე. გერმანია 0.9%, ჩინეთს აქვს 27%-ამდე და ინდოეთს 17%, ამერიკას 9.9%, დანარჩენი მერე 3.2, 2.2, 1.5 და ნუ მოკლედ და გერმანიას აქვს 0.9%-იანი ზრდა. ეს პარალელის უბრალოდ აი საბჭოთა მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა, საბჭოთა კავშირში ჰქონდა 14%-იანი ეკონომიკური ზრდა და 1947 წელს სასუსტათო ტალონები გააუქმეს და ეგ მაგათაც ბრიტანეთთან რამოდენიმე წლის მერე შეძლო რა. ეს უბრალოდ პარალელისთვის და აი ხა ჩვენი ეს ლიბერალები რო გამოდიან აქ და ერთ ამბავში რო არიან და ევროპაში და რაღაცას ევროკაზე ცუც რო იტყვი და აი სუდად რო არიან. აი ძალიან ერთი არ მიდიხ მაგისენ მოკლედ ერთ ამბავში რო არის ვერ იჯერებენ, ან არ იჯერებენ, ან მავნებლები არიან და აი ევროკავშირის აი რო შეხედო ევროკავშირი 2014 წელს ანუ 9 ტრილიონი ქონდა რაღაცა ბრუნვა, მაგ დროს აი ამერიკას რო შევადაროთ 2008 წელს ქონდა 15 ტრილიონი, ჩინეთს 4 ტრილიონი. დღეს ჩინეთს 9 ტრილიონზეა, ასურ ანუ სადაც 5 მაგად გაიზარდა, ამერიკა 30 ტრილიონზეა, 2 მაგად გაიზარდა და ევროპა ისევ 9 ტრილიონზე დარჩა. ეს ხო პრობლემა არის და კიდე აი გამოდიან ცნობილი ეკონომისტები ევროპელები და იძახიან რომ აი პირობა ისო რომ ჩვენი შვილებიო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მშობლებზე უკეთესად ისხრობენ ეს აღარ შესრულდება ამას პირდაპირ საუბრობენ და აი ეს მოდი აი უფრო გავშალოთ ეს ჩინეთის მდგომარეობა და ევროპის აი კატასტროფა რა ხდება უბრალოდ დავიწყებ პირველ რიგში ჩვენ ლიბერალებით იმიტომ რომ მე როცა რაღაცას ვამბობ გავმიხდებიან ხოლმე რომ აბა ამერიკაში რატო არის უფრო მაღალი მუშები იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ამერიკა ამდენი წლის მანძილზე გენოციდით, მონობით და შემდეგ გაღარიბებით ცხოვრების მდიდრდებოდა, ასევე მოდი ვნახოთ გადანაწილება როგორ არის და მე იტყვი აბა ერთულ მოსახლეში ჩინეთში რატო უფრო ნაკლები, მაგრამ ჩინეთში ბევრად უფრო იაფიღებს ყველაფერი. ხო, ეგ ამ. ამერიკაში მაგალითად სასტრაფოს გამოძახება $4,000 არ უნდა გიჯდებოდეს, განსხვავებით ჩინეთისგან, რომელიც უფასო არის, ხო? უფასო საცხოვრებლები, სწავლა იაფი პროდუქცია მომსახურება თან ქალაქები ისე არის გაშენებული აი გრძნობ რომ 15 წუთის სავალზეა გაშენებული ბინა 15 წუთის სავალზე გაქვს სავაჭრო ცენტრი საავადმყოფო პოლიცია ასევე არის ეგრეთ წოდებული სათემო ცენტრები სადაც შეგიძლია ბავშვი დატოვო სადაც შეგიძლია მოხუცებს 75%-იანი ფასდაკლება აქვთ წიგნებს კითხულობენ ხალხზე არის ორიენტირებული და ამავდროულად რა არის განსხვავება დღეს რა ვიღოთ სოფლიო სად მიმდინარეობს ტექნიკური პროგრესი. იაპონია ჩაკვდა, ევროპაშიც არაფერი არ ხდება. ევროპა მაგალითად თავიდან მომდე დამოკიდებული არის ან ამერიკულ პროდუქტზე, ან ჩინურ პროდუქტზე. და გასწავლოს ამერიკა კიდევ უფრო დამოკიდებული. ხო და პრობლემა რა არის, როდესაც შენ ვერ ქმნი შენს ტექნოლოგიას და ხარ დამოკიდებული უფრო სხვაზე, ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ შენ ხარ უკვე დაღმავალი ძალა. ევროპა დიდი ხანია დაღმავალი ძალა, მოსახლეობითაც, შრომის პროდუქტი და რუსეთთან ამ დაძაბულობამ გამოიწვია ის, რომ მაგალითად კიდევ უფრო გაძვირდა საწვავი, იმაზე მეცინება ხოლმე გაისათლიან თავგრძალავთ, გაისათლიან თავ. ყველაზე მეტი შეისყიდეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყიდულობენ. ისევ ინდოეთიდან ახლა რო ჩავიდა ფრაუგი ურჩხულა გენოციდი ინდოეთში, მე ეს ვეძახე როგორც კლერდელი, ირლანდიელი პოლიტიკოსები ეძახდნენ მაგას. ჩავიდა ინდოეთში და ინდოეთიდან იყიდის რუსულ ბუნებრივ აირს, რომელიც 3 ევროს ნაცვლად იქნება 9 евро. ან 12 евро. და ჩემი ძმაკაცი გერმანიაში დარჩა უმუშევარი.
იმიტომ რომ დაიკეტა რაღაც 13 სადისტრიბუციო კომპანიიდან დარჩა 3 თელ ქალაქში. გერმანიას თუ ესეთი სერიოზული პრობლემები აქვს, ეს უკვე თავისთავად აჩვენებს რეალობას და მე ვხედავ იმას, რომ იზრდება ჩინეთი, ცირდება დასავლეთი. ამერიკაში კიდე გადაწყობისთან სტატისტიკაა, ჩვენი იმის კი არ არის. რა თქმა უნდა, მაგათივია. ევროპა არის სხვადასხვა ქვეყნები, რომლის თითეული ქვეყნის სიმდიდრე და გამდიდრება მოხდა ორი რამით, ეს ისტორია გვაძლევს ცოდნას, რომ ეს იყო იმპერიალიზმი და კოლონიალიზმი. საფრანგეთიც დღევანდელ დღემდე ინარჩუნებდა თავის სიმდიდრეს, რომ დღევანდელ დღემდე დასავლურ აფრიკული ფრანკით კუპიურით უჭირავს დასავლურ აფრიკული ქვეყნები და იღებდა დიდი რაოდენობით მაგალითად ურანს ნიჟერიდან. ჩვენ ვნახეთ ნიჟერში, ბურკინა ფასოსა და მალიში სახალხო გადაგდებები და საფრანგეთის გაგონებაა რომ და ხალხს მაახია ეხა ეგ აფრიკის. რუსებმა იცი რა, რუსების ახევა იცი რა არის, რომ ამ ძალიან ბევრ ქვეყანას ახსოვს 60-იან წლებში, როდესაც SSRK მათ ეხმარებოდა ევროპელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს ალტერნატივად ამას ხედავენ. თან ყველაზე დიდი ინვესტორი, რომელიც არც ლექციებს არ უკითხავს ამ ქვეყნებს, არც მახეებს უბავს, აკეთებს, რომ მე გავალიანებულები დარჩენ და თანასწორად ექცევა ამ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად არიან საჰარის ქვედა ქვეყნები, ეს არის ჩინეთი და ჩინეთთან ურჩევნიათ მაგალითად ეკონომიკური ურთიერთობა, ვიდრე მაგალითად საფრანგეთთან. ის რომ მალიში დღევანდელ დღეს ცდილობენ გზები გაიყვანო ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც კორუმპირებული შვილი პარიზში ასწავლონ და მე იქიდან შანელებით იარონ ხო კოსტიუმებით და ასე შემდეგ ბევრზე მრავლის თქმელია და ეს ქვეყნებიც ნელ-ნელა ასე ვთქვათ რას შეიძლება აეხევა ნელ-ნელა ამ საფრანგეთს ევროპაცსაც და ევროპა თავიდან ბოლომდე ხდება უფრო და უფრო დამოკიდებული გარე ძალებზე, იმიტომ რომ ევროპის ეკონომიკა მოსახლეობის ზოგადად თვითონ ეს დიდი ეგრეთ წოდებული დიდი შვიდეული არის მოსახლეობის ნატო 13-14%-ია მოსახლეობის რა და ყოფილი კოლონიები ნელ-ნელა ეწევიან მათ. ნუ ჩინეთი თლად ბოლომდე ვერ დაიპყროს, ნახევარ კოლონია იყო, მაგრამ ინდოეთიც ნელ-ნელა ამოდის. თუმცა ინდოეთი კატასტროფალურად განსხვავდება ჩინეთისგან, იმიტომ რომ სოციოეკონომიკურად ისეთი დიდი სხვაობა არის და ისეთი არის უკიდურესი სიმდიდრე და უკიდურესი სიღარიბე, ოღონდ უკიდურესი სიღარიბე მასიურ დონეზე, რაც ჩინეთში არის და ჩინეთმა მილიარდი ადამიანი ამოიყვანა სიღარიბიდან ბოლო 40 წელიწადში. 600 მილიონი საშუალო ფენაა დაახლოებით ჩინეთში. ხო და ეს არის ძალიან დიდი სხვაობა და ევროპაში რაც თქვი, ზუსტად ეს არის, რომ ცხოვრების დონე ნელ-ნელა უკან ჩადის. ეხლა ჩვენ რა სად ვართ ჩვენ ამ ყველაფერში რა? ჩვენ საბოლოო ჯამში არ ვართ ევროპა. ევროპა გვიყურებდა ბაზრის დანამატად, როგორც შენ აღნიშნე, სწორი აბსოლუტურად კითხავები. ან იაფმუშალ ხელად ქართველები შეასრულებდნენ იმ სამუშაოს, რასაც იტალიაში საბერძნეთში აღარ თანხმდებიან იმ პირობებზე ადგილობრივები, მაგალითად ჩვენი ქალები მიდიან ექნები და იქ მომლელები არიან, იქ ადგილობრივები მაგალითად არასრულებენ იმ პირობებზე არ თანხმდებიან, თუმცა ის 700-800 евро ჩვენთვის მაინც გადამწყვეტი არის და აქ ოჯახებს უგზავნიან რა. და ესეც პრობლემა, ანუ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ ეკონომიკური სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ დადებითი მხარე არის, რომ ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ზედმეტად ევროკავშირზე და ჩვენ მაგალითად უნგრეთისგან და სლოვაკეთისგან განსხვავებით ბევრად უფრო მეტი დამოუკიდებელი მოქმედება შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაზის ჯერჯერობით ევროკავშირის ბიუროკრატია თავზე, რომელიც კიდევ უფრო მკაცრად მოგვექცევა და დაგვასანქციონებს, ლენად შეგვიზღუდავს ჩვენს მოქმედებას. მე ვერ ვხედავ რომ ევროკავშირში ჩვენ ოდესმე მიგვიყვან და არც არასოდეს არ მიგვიღებენ, ეს იყო ბლეფი შემოგდებული, იმიტომ რომ ევროკავშირის კარზე ასე თქვას მოსაჩდელში ყოფნა ყოველთვის უფრო მარტივია და აი ხვალ მოგცემ კამფეტს, ზეგაგიღებ კამფეტს და 30 წელიწადში ნატო ღია არის, კარი და ნუ რაღაც სიგიჟეები ნატოს და ევროკავშირის აბსურდია. ნატო საერთოდ აბსურდია. ჯერ უკრაინაზეც ხო დაიხურა ეს თემა, ჩვენზე ხო საერთოდ და მე ვფიქრობ რომ ნელ-ნელა ეს ტაბუები რაც არსებობს როგორც საგარეო პოლიტიკაში არსებობდა, ის საერთაშორისო ეკონომიკურ პოლიტიკაში რაღაც ტაბუები უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ ჩვენი წარმოებლური პოტენციალიდან გამომდინარე და შესაბამისი ლოგიკურად ყველაზე მეტად სადრა შეიძლება გაიყიდოს ჩვენი მასიურად მე არ ვაფ რაღაც ელიტური ორი ღვინო გაიყიდა და ვაიმე რა მაგარია და ეს არაფერს არ მოგვწევს. ევროპაში ჩვენ ღვინოს ვერ გავყიდეთ. ეს უნდა გავიგოთ, ეს არის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის ინტერესები, სადაც არ გაგაყიდეთ. ხო და აქედან გამომდინარე უნდა დავფიქრდეთ და ვეძებოთ ის ბაზრები რომელიც იქნება ყველაზე ადეკვატური ჩვენთვის და ჩვენ უნდა პირველ რიგში
ვიზრუნოთ ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, თუნდაც სომხეთთან, აზერბაიჯანთან. სომხეთს დააჯდა სიკვდილის ბუზი იგივე ხარ, რა ჩვენ გავიარეთ, ესენი შედიან ხა ამაში. მესმის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი მდებარეობა თქვა ხა მე არ ვიტყოდი რომ რაღაც უნიკალურად აბრეშუმის გზის შუაში ვართ, რომ აი ყველა გვეუბნება, მაგრამ ჩვენ ახლოს ვართ ამასთან, ეს უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ უნდა ვივაჭროთ ყველასთან, ვისთანაც გვაქვს საშუალება და სადაც ჩვენი პროდუქტები გაიყიდება და სადაც ბოლო-ბოლო იცნობენ კიდე ჩვენ პროდუქტებს უნდა გვიწევენ რაღაც უაზრო უაზრო სანქციებს და ოღონდ ისეც უნდა მოვიქცეთ, რომ ხა ბევრი იტყვის რომ მაგალითად აი რუსეთის შემთხვევაში ხო დაგვიწესა რუსეთმა, იმიტომ რომ ეს მოხდა სააკაშვილის დროს, რადგან პოლიტიკურად ძალიან დაიძაბა ურთიერთობა ჩვენს და რუსეთს შორის, ამიტომ აქაც გონიერება უნდა ვიხმართ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბოლოს 10 წლის მანძილზე ეკონომიკაში წაგებული ჩვენ დავრჩით, საერთაშორისო პოლიტიკაში ჩვენ დავრჩით წაგებული, კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩვენ დავრჩით წაგებული. ჩვენ თუ გვეგონა ვცადოთ ეხლა. ხო რა, სხვა რამე უნდა ვცადოთ და ბოლო-ბოლო უნდა მივხვდეთ, რომ მოსახლეობით ვცირდებით, ეკონომიკურად არ ვიზრდებით. იგივე სადაც კარები ღია ვერ შევდივართ რატომღაც ამდენი ხანი, ხო და უნდა გადავიაზროთ რაღაცეები, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად წაგებულ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენ თუ გვეგონა ეს პოლიტიკა გამოგვადგება, არ მუშაობს, ელემენტად არ მუშაობს. არც საგარეო, არც ეკონომიკური პოლიტიკა. აი როგორც ეხა ევროკავშირს ურანი ახსენე შენ რა, რომ მე 19 პაკეტი ხო სანქციის რუსეთს დაუწესეს და ეგ სკოტბესენდი გამოვიდა, კაი რაღაცა თქვა, რომ 19 ჯერ რაღაცა გაკეთება გიწეს, ესე იგი უნდა ვიხსენო რაღაცა არ გამოგდის, რა ზუსტი შეფასებაა და ამერიკის ფინანსთა მინისტრია ისე და აი მე-20 ეხა მე-20 სანქციას იმაშებიან აწესები, ხო იცი? მან კიდე უთანხმოება აქვს რაზეც, რომ იქ უნდათ რომ ურანი ანუ ურანის ყიდვაზეც უარი განსხვავება, რა თქმა უნდა საფრანგეთი წინააღმდეგია მაგისი. რომ საფრანგეთს ურანზე აქვს თელი ელექტროსისტემა აწყობილი, ხო? 70% ატომური სადგურები, ანუ ელექტრონიკა იქიდან მიეწოდებათ. მოკლედ შიგნითაც ჯერ ერთმანეთში ვაფშე ვერი და ჭამენ ერთმანეთს. ეს როგორ ისტორიულად ეგ ხა რო გადახედო ევროპის ისტორიას, ისინი რო ერთმანეთს ვერი ტანდნენ, ესე მე მგონი არავინ არის სულ ჭამდი 30 წლიანი ომიც აიღე და რავი მე ნაპოლეონიც რო აიღო და ნებისმიერ ჰიტლერი და სულ ერთმანეთის გადაჭამაში ყნე ხა რაღაცა ვითომ ეს რაღაც ევროკავშირის ხოლგაში ვითომ გაერთიანე ვითომ საფრანგეთი და ინგლისი ხო იყვნენ ისტორიული წლები, ასობით წელი. მაგრამ ორივე ერთად ვერი ტანდა გერმანიას მაგალითად. კი, თავარი მისია იყო, მე პირველ მსოფლიო ომი რაზო დაიწყო, რომ გერმანია რო დაინახეს, რომ ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგიტომ ისტორიული მტრები გაერთიანდნენ ერთმანეთთან, საფრანგეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი გაერთიანდა ანტანტას ბლოკის შექმნეს და კროუს მემორანდუმში პირდაპირ წერია, ბრიტანეთი იმიტომ შეუერთდა ამატა, რომ გერმანიის ჰეგემონიისკენ წინსვლა არ აწყობდათ და მაგიტომ შექმნეს, ანუ ეს ხო ძალიან მარტივია და მაგრამ ევროცენტრისტული ეს მსოფლიო, იცი რა, ჩვენც უნდა გავიაზროთ, რომ აი რაზეც საუბრობთ რა მე და შენ, რომ ეკონომიკური, ტექნოლოგიური განვითარება ევროპა აღარ არის მსოფლიოს ცენტრი. ევროპა არის ლამაზი ისტორია ქონდა, ლამაზი შენობებია. ლამაზი არის, ხო? ნუ არის რაღაცები ლამაზი, მაგალითად ბევრისთვის მაგალითად საჭმელიც კაია, მაგალითად მე იტალიურ საჭმელს ვერ ვიტან, არ მომწონს ბერძნული მირჩევია. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხმალთაშუაზღვაში მაგალითად მე ბერძნული მირჩევნია ყველას გენაცვალე, მაგრამ ქართულზე ხა არ მინდა ხა. შეხედეთ რისტი ჩამოე. აქაც ჩანს აგე ათეული არის და ერთია ევროპული ქვეყანა ბოლო ადგილზე და წინ უსწრებს ნიგერია მაგალითად. ნუ ხა საერთო მოცულობით იცი რა თორნიკე რომ დავფიქრდეთ. ეს დიდი ქვეყნები, რომლებიც ევროპას ჰქონდა ექსპლუატირებული, თუ ნელ-ნელა წამოვლენ წინ დაბრკოლებების გარეშე ლოგიკურად უნდა გადაუსწრონ. ისტორიულად მილიონი ადამიანი ცხოვრობს. და დიდარია რესურსები. ხო. და თუმცა ნიგერია მაინც ჯერ კიდე დაჭერილი ყავთ. კი, აბარა. მაგრამ ისტორიულად რო ავიღოთ, ხო, ისტორიულად. სად იყო თავარი ეკონომიკური ცენტრები ევროპის ინდუსტრიულ რევოლუციამდე? ჩინეთი ლამის მისული იყო ინდუსტრიულ რევოლუციამდე. მე-18 საუკუნეში ინდოეთი არ არსებობდა როგორც ერთიანი ქვეყანა, იყო რა ქვია ავღანელების იმპერია იყო შემოჭრილი მუგალების სახით, მუსულმანური ლიდერები და უმრავლესობა ინდუისტები, იყო ინდუისტური მარათას კონფედერაცია, ბენგალი და ასე შემდეგ, ხო? მაინც ინდოეთი თავთლიანად ინდოეთი ბევრად უფრო მდიდარი იყო, ვიდრე მთელი ევროპა. ჩინეთი ბევრად უფრო მდიდარი იყო, მაგრამ გადანაწილებაც უკეთესი იყო. მაგრამ ნუ ხე ჩინეთში მაოს რევოლუციის შემდეგ საერთოდ სხვა მიმართულება. მე-19 საუკუნეში ეკონომიკა ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო, ანუ პირველები იყვნენ, როგორც ეხლა არიან. მაგრამ აი ოპიუმის ომების შემდეგ, როდესაც თავს დაესხა ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი, ამერიკა, საფრანგეთი, იაპონია ერთდროულად, დაასუსტა ჩინეთი, იმიტომ რომ
ბრიტანეთი რომ მივიდა ჩინეთთან მე-19 საუკუნეში უთხრა მოდი ვიაჭროთ ჩინეთს უთხრა არაფერი არ მაქვს შენთან სავაჭრო მართლა არაფერი არ ქონდა და დაიწყეს ოპიუმის გავრცელება დამოკიდება მაგიტო ზუსტად რომ ეკონომიკის განვითარება კაი მაგრამ სამხედრო თავდაცვაც უნდა ქონდეს თორე მაგიტო გადაგივლიან როგორ გადაუარეს მაშინ უძლიერესი ქვეყანა იყო მაგრამ ვერ იყო სამხედროდ განვითარებოდა და ინგლისმა ამხელა პატარა ქვეყანამ ჩინეთთან შედარებით გადაუარეს და ეხლა მაგიტოა ჩინეთი რო აგერო სამხედროში და ანუ დიდ ფულს დებს და ატომური სადგურებში და უკვე ანუ აი ამერიკა და რუსეთის გარდა მესამე ქვეყანა რომელსაც სახმელეთო საჰაერო და საზღვაო ის ყავს ატომური ტრიადა შექმნეს და ნუ სტორის გზისკენ მიდიან თუ იციან რომ ეს ეკონომიკა უნდა დაიცვას ჯარმა ხო და ჩინეთი კი არა სხვა ხანერად ვერ განვითარდება შეჭამ რა თქმა უნდა და იგივე არის მარტივად უყურებენ ეხა მაგალითად ბოლომდე მაინც ვერ ბედავენ ირანთან ასე თქვათ მაგრამ ირანს რო კონდეს დღეს ბირთვული ძალა დამთავრდება ყველანაირი პრობლემა და აგერ სამეცნიერო კორეა იღე ხო და მაგრამ პრობლემა ისაა რომ მაინც ბოლომდე ვეღარ ხაჩავს ჩვენი სოფლიო ჰეგემონობას ხო ირანთან მართებიდაც იმიტომ რომ ძალიან კარგად შემოუტრიალეს პასუხი და იციან რომ ისრაელი იქნება პირველი ხაზზე ეხლა იცი 24 საათი მიწეს და აქედან ირანის არ მახსოვს ვინ უპასუხა მაგრამ 24 საათი მიწეს და ამათ 24 საათს ნუ დაელოდებითო არ მან კიდე კაი თემა დაიწყე ხა შენ ახლა მან წარმოიდგინე ну სახმელეთოს ხოსისურელი ამან ვერ დაიწყოს არა აქ ამერიკას ჯერ არ გააჩნია ეგრეს ავღანეთში 20 წელი დახარჯეს და მილიარდი ტრილიონები უარეს გომარეობაში ჩავარდებიან მან რა თქმა უნდა ეგიციან თვითონაც და ვერ ინარჩუნებენ მე რაყი შეინარჩუნეს ვერა ავღანეთი 4 ტრილიონი დახარჯეს თალიბანი შეცვალეს ო არა ანუ არ არის ეგრე ხა და ირანი ეხა რამხელა ქვეყანა არის თან არ არის ესეთი მარტივი ამბავი უბრალოდ ნუ ისაა რომ ეკონომიკურთან ერთად სამხედრო პოტენციალიც უნდა გქონდეს რომ თავი დაიცვა მაგრამ ჩვენერ პატარა ქვეყნებს რაც შეეხება ჩვენერ პატარა ქვეყნებს უნდა გქონდეს ეკონომიკა გაძლიერებული და მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ იმიტომ რომ რაღაცა ქოლგას გჭირდება რა ისი არ არის არ გამოვა არაფერი ყოველთვის დაგშაკრებენ რაღაცა ქოლგა გჭირდება ან გონივული საგარეო პოლიტიკა კი, გონვის საგარეო პოლიტიკა ეგ ნაწილია მაგისი ზუსტად. და ეხლა მე თავარ თემას პრობლემას მინდა მივადგეთ. რა, რამდენიც ხარ ასო პრობლემაზე ვისაუბრეთ ერთად, მაგრამ ჩვენი ქვეყნის თავარი პრობლემა არის დემოგრაფია. ჩვენ უბრალოდ ქართველები ვქრებთ, ეხლა სტატისტიკა რო აიღო 2017 წელს მაგალითად რაღაცა 53000 ბავშვი დაიბადა და ახლობ ზუსტად ციფრი ამახსოვს და ეხლა 41000-ია 2024 წლისთვის. ანუ წარმოიდგინე როგორი სერიოზული პრობლემაა ეს, ანუ შობადობა ბევრად მცირეა ვიდრე სიკვდილიანობა. ჩვენ ეხლა ისინი რაც არ ვისაუბრეთ ყველაფერი, ეს ყველაფერი რომ მოგვარდეს, აქ დემოგრაფიას თუ არ ეშველა არაფერი არ გამოგვიყვება. კიდე არის საუბრები, აი როგორ მომიწევ, ეხლა გაჭირებას რა თქმა უნდა გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, მაგრამ ჩვენ 90-იანი წლები რო გავიხსენოთ, მაშინ რო გაჭირება იყო, ეხლა გაჭირება ხო არ არის. 90-იანში უფრო მეტი შობადობა იყო ვიდრე ეხა არის. ანუ კიდე რაღაც სხვა პრობლემაც არის, ხო? აქ რაღაც იდეოლოგიური რაღაც ეს ლიბერალური რაღაცა პოლიტიკის ბრალიც არის და ეს რაღაც ოჯახის ინსტიტუტზე ბრძოლა და ну მოკლედ კიდე შორს დაგვიყვანს საუბარი და შენ როგორ ფიქრობ ეხა აი დემოგრაფიაზე აი რას როგორ უნდა მიეხედოს რამე თუ გაქვს ესეთი რაღაც შეხედულება რა არის მე უფრო ეკონომიკურად უყურებ ამას ისა იმიტომ რომ 90-იანში უფრო ნაკლები ადამიანი დაიბადა რომელსაც შემდეგ კიდე უფრო ნაკლები ადამიანი გააჩინა ეს არის პრობლემა და ჩვენ კიდე პრობლემა იცი რა არის რომ ჩვენ შობადობითაც ვერ ვინარჩუნებთ მე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის ყველაზე დიდი პრობლემა არა მარტო შობადობა არის, არამედ ამ ადამიანის შენ ქვეყანაში შენარჩუნება და მისი განვითარების ხელშეწყობა. და ეს არის ტრაგედია. იმიტომ რომ მე კიდე ერთხელ ვამბობ, ჩემი ბავშვების მეგობრობის ძირითადი ნაწილი, ნაცნობის ძირითადი ნაწილი ყველა მიდის. ყველა მიდის და მე ბავშვები იბადებიან, აქაც ხო ცოტა იბადება. ვინმე თუ დაიბადა, იბადება მე სხვა ქვეყანაში. ითვლიან ქვეყნის მოქალაქედ. ელემენტარულს გეტყვი კიდე. ჩვენ მაგალითად ვაფინანსებთ ეგრეთ წოდებული ექთნების განათლებას ქვეყანაში სიტყვაზე შექმენი კადრი ეს ექთანი მე ეს ექთანი მიდის ტვილდიანში თუ სწავლობ უფასოდ გასწავლიან ოღონდ მე შენ უფასოდ მუშაობ EUX-ში რომელიც საქართველოს ბანკი ფლობს ხო და ის ფული უნდა გადაიხადო შენ უფასო შრომით და ესე 240 საათს რო გამუშავებენ თვეში 160 საათის მაგივრად ხო სად მივდივართ ამ ყველაფერთან ერთად მე ეს კადრი შენ შექმენი ხო ყავს პროფესიული კადრი შენ ამაში დააბანდე და შენ ქვეყანაშიც რო ყავს კადრი ისედაც ნაკლებობა გაქვს პროფესიული კადრების ექნებში მე მოდიან რეკრუტირების კომპანიები მაგალითად გერმანიიდან და ეუბნებიან რომ წაგიყვან ჩემთან გასწავლი გერმანულ ენას
მოგამზადებ, აი ისე რომ იცოდე გერმანულად რომ აი შენ პროფესიაში ხო თან გექნება დაწყებით ხელფასი 2000 евро. არ წახვალ. რა თქმა უნდა. აი ეს არის ტრაგედია, პრობლემა მე. მე გეთახმები ყველაფერში, უბრალოდ მაინც აი რა მომენტი იცი რომ აი დემოგრაფიის კონკრეტულად პროპაგანდა ჭირდება კიდე. ეს ყველაფერი შერას თქვი ესენი ყველაფერი საჭირო მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, მაგრამ კონკრეტულად აი მე ხავ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, სადაც მაგათ ოჯახები შექმნილი აქვთ, 5 წელი ახალგაზრდებს და შვილებს არ აჩენენ რა. იმიტომ რომ არა, ბევრი მიზეზია მანდ, ეკონომიური მიზეზის გარდა კიდე სხვა მიზეზებიც არის, აი ეს აი იდეოლოგიური მიზეზებიც არის, რომ ჩვენ რაღაცა არ უჭირდება ჯერ ჩვენ თავის უნდა მივხედოთ რაღაცა, რაღაც აბსურდები არის და აქ სახელმწიფო აქ უნდა ჩაერთოს. ჩვენ როგორ მდგომარეობაში ვართ, იცი? ანუ ყოველ მესამე შვილზე არის დემოგრაფიაში წინსვლა. ანუ ჩვენ თუ ანუ ორ შვილს აზრი არ აქვს, ყოველ მესამეზე ანუ დემოგრაფიის წილს შეიტანა და რაღაც სახელმწიფო ამაზე უნდა მოხდეს პროპაგანდა. ჩვენთან ახლა მაგალითად როგორი სიტუაცია იცი, აი ეთნიკური აზერბაიჯანელები და ეთნიკური სომხები ხო პროცენტულად ისინი უფრო მეტი იბადება ჩვენთან ვიდრე ქართველები. ჩვენ ახლა მაგათ წინააღმდეგ არავინ არ ვთქვი, მაგრამ ჩვენ თუ ეს გაგრძელდა, ეს ძალიან კატასტროფულ მდგომარეობად მიგვიყვანს რა და მე მესმის შენ ვარ, ესეც აი დემოგრაფიის კონკრეტულად დემოგრაფიაზე უნდა კონცენტრირება უნდა კონდეს რაღაც მაგათაც აი ყველა მესამე შულზე რაღაც შეღავათიანი ფასები იყოს. ხო, მაგრამ ეთნიკურად ხო ვერ გამოარჩევ. არა, რა თქმა უნდა. არა, მაგას არ გულისხმობ კაცო. ეგ ყველაფერი თანაბარი უნდა იყოს. ეხლა შენ რაზეც მინდიხარ, ეგეთ მაინც ეკონომიკა, გაზზე შეღავათი, შუქზე შეღავათი, განათლებაზე. მე მაგითო გითხარ, შენ საკითხი ნაწილია თქვა, მაგრამ მე რას ვგინწო, კონკრეტულად ეგ ხო უნდა გაკეთდეს და კიდე ეს ცალკე ხაზიც უნდა წავიდეს ამაზე, რომ აი ყველა მესამე შულზე მაგალითად რაღაც აი შობადობა უფასო უნდა იყოს, გაზი, შუქი, დენი, კომუნალურები, ავტობუსის გადამგი ყველაფერი უნდა იყოს შეღავათი ამაზე, შენ სტიმული გაგიჩნდეს. შენ მეგობარს. რაღაცა სახლი, იპოთეკით სახლი მიეცეს სიტყვაზე რაღაც. იპოთეკით კი სახლი კი არა, მე იპოთეკი არა და ხო, ნუ რაც გადაეცი საჩუქრად. არა, სხვა რამეს ვამბობ რა, გეთახმე მაგაში. იპოთეკით სახლი კი არა და გადაცემა კი. ისეთ პრობლემები მაგალითად ბოდიში რა, ჩემ მეგობარს ეხლა ბავშვები რო ყავთ. ელემენტარულად ისევე დავჭიაკებთან რა. ეგრეა, ხო? ამპერსები იცი რა, 500 ლარი არ ყოფნის ადამიანებს. ამაზე შეღავათი არ არსებობს. ხო და მაგალითად ეგ უნდა არსებობდეს, კი? მე მაგეთახები, მაგრამ მდგომარეობა არის და ნუ კიდე 1000 რაღაცა 1000 რაღაცა რითაც ხელს შეუყოწყობ ბოლბოლო შეგრიან გადასახადები დაწეს. შვილის უხოვა. ხო, შეიძლება. ეგ როგორ მე რა ვიქნა, რომ თავარი მიზანი ეს უნდა იყოს და დანარჩენს ყველაფერი მე ინსტრუმენტები უნდა იყოს ამისთვის შექმნილი და ეკონომიკა რა თქმა უნდა თავარია. უყურეთ შენ რას დამბობ? მეც იგივეს ვამბობ, ოღონდ მე თუ შენ ქვეყანას არ გაქვს განვითარების გეგმა, თუ არ იცი საით მიდიხარ, რას აკეთებ, ხან ასე ეჯახები, ხან იმას ეჯახები და ჩაკეტილი ხარ ნეოლიბერალურ ჩარჩოში, ხო? საერთოდ არავის არ აქვს განვითარების ხედვა. რა თქმა უნდა, ანუ მან მივდივართ რა, რომ ანუ საერთოდ არ წარმოუდგენიათ შეიძლება მან როგორ მივიდეთ. ან არც ფიქრობენ, რომ ეგ არის პრიორიტეტი რა. კი, მაგას გეუბნები, ეგ. იმიტომ რომ არის თავის პოპულარობაზე, თავიანთ გადარჩენაზე არიან ჩვენი პოლიტიკოსები, ვიღაც ბიზნეს ინტერესების გატანაზე. ან შეიძლება მართლა იყვნენ კარგი ადამიანები და პოლიტიკაში არ ვარგოდნენ, ან პოლიტიკურათაც ცდილობდნენ რაღაცა გააკეთონ, მაგრამ არ არსებობს გუნდურად დასხდომა და გეგმის შემუშავება რა. ხედვა უნდა იყოს, ხედვა, რა მინდა 10 წელიწადში რო იყოს ჩემ ქვეყანაში, მაგალითად რა წარმოებები განვითარებას. ხორცელდება მე რა თუ ხო მაგალითად მინდა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება რომ მაგალითად რაღაც 500,000 კაცით გავიზარდოთ რა როგორ უნდა მივიღოთ ეს ამაზე მიდის ხო მე მაგას გულისხმობ პირველი ეგ უნდა იყოს როგორ უნდა მივიდეთ მანდ ეკონომიკა უნდა ჩაერთოს ხო და მაგას უბრალოდ პირველი ჯერ ეს უნდა დავისახო და მე აქ ეკონომიკა ამას უნდა დავახმაროთ რომ ეს შედეგებზე მივიდეთ რა იმიტომ რომ მე ხა ბევრს შეიძლება არ მოეწონოს განსაკუთრებით ჩვენ მედასავლეთებს მაგრამ სსრკ-ს დროს როგორ მოხდა 2.5 მილიონიდან ავედით 5 მილიონზე. და მე ჩამოვედით ისე უკან, ხო? იმიტომ რომ კეთილდღეობა არსებობდა. ის რომ ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც იყო გლეხების შთამომავალი, ბატონი მიხა თელია, მარანიდან იყო, სოფელ მარანიდან, მოიწონა დიდგვაროვანი ქალი, მატახერიების და ჯორდანიების შთამომავალი და არა ქორწინებდნენ რა და სსრკ რო შემოვიდა დიდად არ წყალობდა სსრკ დიდგვაროვნებს და მოუწიათ დაქორწინება და ახალ დაქორწინებულმა წყვილმა მიიღო სახლი და მიიღო სამუშაო ცხეთაში, ქალებს ცხეთაში. და ჩემი დიდი ბაბუა იყო ასანთის ქარხნის მუშა. ასანთის ქარხნის მუშა არანაირ თანამდებობა. მას ყავდა 5 შვილი. არჩენდა კარგად. 5 შვილთან ერთად ყველას მისცა განათლება. სახელმწიფო უწყობდა ხელს და 5 შვილთან ერთად ჩემი დიდი ბაბუა 24 დღით
ყოველ წელს იგზავნებოდა წყალტუბოში. სავალდებულო დასვენებით და ჯანმრთელობაზე. იყო ხო, სავალდებულო დასვენება, კი, ხო და ხვდები როგორი კეთილდღეობიდან სად მივიდივართ. ეგრე იყო, ეგრე. რაღაც სპეციალური წყლები, აუზები, რაღაცა და ეხა აუზი კი არა, ართ ქარხანა აღარ მუშაობაც ეგრე არსებობს. იყო, მუშაობა შეიძლება დაეჭირეს, რო არის. ართ ქარხანა აღარ არსებობს იმაში ძვირფას ცხეთაში. ბაზრის უბანში ეს ქარხანა ტურბაზა იყო ტურბაზა გაუქმდა რა ტურისტები საცუდავი ჩვენ დევნილები არიან იქ შესახლებულები ჩვენი კონფლიქტებიდან გამომდინარე და ჩვენ რეალურად როგორ გითხრა რა რო დავიბრუნოთ ის კეთილდღეობა რაც ჩვენ ქონდა 80-იან წლებში ანუ ჩვენ ვიყავით აი აქ და ჩამოვარდით აი აქ და ჩვენთან ეხა აი აქამდეც არ ვართ ასულები 1500 ქარხანა არსებობდა საქართველოს მარტო თბილისში 60 ქარხანა ეხა მაგაზე გვეტყვიან ჩვენი მოპაექრეები ასე ვთქვათ რომ მაგრამ ბაზარი სად არის ამის? უნდა მოძებნო ბაზარი. ბაზარს მოძებნი კაცო. და ეგ არის. ასეთი ხელშეკრულებას რო აფორმებდი იქ რო გზუდავენ და დანამატები როათ ესენი უნდა ანუ ევროკავშირი არ არის ამის ბაზარი. აი ეს საქმე. ხო, მაგას გეუბნები თორე ბაზრის ძიება არ არის პრობლემა მithume ჩვენი პროდუქციისთვის. რა თქმა უნდა. არ არსებობს რომ ბაზარი არ მოვიდო და ჯერ არის ალტერნატიული გზები, ანუ ჩინეთი და იქ რუსეთი ავიღო და იქით მიდის ეს გზა, მაგრამ ეს მასიურად უნდა გადავერთოთ ამისკენ, უნდა გავიგოთ რომ მივხვდეთ რომ არ არის ეს უბრალოდ არ უნდათ რა. და მოცემულობად უფასოდ შეგვიძლია შევიტანოთ ქოქოსი, რომელიც არ აქვს ევროპაში, მაგრამ ღვინო და ჩურჩხელაზე მაგალითად და ბადაგზე გვაქვს, ესა სამონხარ ან უფასოდ თავისუფალ მაჭრობა ხო გვაქვს, მაგრამ დანამატი ზედმეტი გადასახადი გვაქვს. აი ერთსაც დავამატებ რა, ისე ჩვენ ძვირფას მეზობელ თურქეთზე უნდა მივიდე. მაგალითად ჩვენ გვაქვს თხილი. ორი რაღაცაა, ჩვენი თხილი გადის თურქეთში ფასოვდება მერე და მარილიანი თხილები დაფასოვებული თხილი შემოდის ჩვენთან 5 ჯერ უფრო ძვირია. ჩვენ არ გვაქვს ამის გადამამუშავებელი. ან გადამამუშავებელი ხილი. ასევე მიდიან ჩვენი სამუშაო ძალა სეზონურად მიდის და იკრეფენ თხილს. მე მყავდა მეგობარი რომელიც წავიდა გამოსაძიებლად სპეციალურად. აი გაიხსენე ხა ბოდიში. და მითხრა რომ ტიპმა ვინცო ჩვენი უფროსი იყო ვის სპერმაზეც მუშაობდით რა ეს ტრაპიზონის მხარი აქეთ თხილის კრეფავდნენ წერა კითხვა არ იცოდაო და ხელზე ითვლი და ფულსო რა და იქ ვიღაცა ადამიანი ზუგდიდიდან პიანისტი არის წასული და უდიდესი განათლების მქონე ხალხი და რაღაც ესეთები რა და ეს ძიმე მდგომარეობაში ვართ ანუ ერთ მხრივ ჩვენ თხილი გააქვთ მეორე მხრივ ასევე თავიანთ თხილსაც ჩვენი იაფი მუშახელით კრეფენ ეგრე კიდე თურქეთში რა არის ხა მაგალითად თურქეთი თხილზე გამახსენდა რა იბარებს რაღაც აი კაი ფასში რაღაცა X ფასში არ მახსოვს თანხა ზუსტად შეუძლია თხილი ჩაბარო, მაგრამ როგორ არის იბარეს მაგალითად 200 ტონას. და ეხა გლეხსაც შეუძლია 200 ტონა ჩაბაროს და აქ არის რაღაცა ესეთი სახელგვარი დამავიწყა ადამიანს, რომელსაც გახსნილი აქვს ეს ჩაბარების პუნქტი. გლეხები საწყლები მიდიან სიტყვაზე რაღაცა 5 ლარად აბარებენ და მე ეს იქ ერთდროულად ამ 200 ტონას მაგალითად 20 ლარად ყილის. მიხდია და ამ ხელაფ მოგება და ფერმერი ყოველთვის იჩაგრება და მე პირადად ეხლა რო გითხარი რა სათფური მაქვს ეხლა დროებით გაჩერებული მაგრამ პამიდორები მომყავდა მწვანილები რა და აი როგორი პრობლემაა თან მომყავდა ეს რა ორგანული ბიო ანუ არანაირი დანამატებით აი მართლა სუფთა პამიდორი ბოდიში და ვაფშე სუფი ყველა ფეხებზე ეკიდა ეგ რა ანუ როგორი სუფთა ანუ ნატურალური იყო არ იყო მთავარი ინტერესი ყოველთვის არის რომ რაღაც იაფად და იყიდოს ვაჭარი, ის ვაჭარი რო ყიდულობს. მე ეს ვაჭარი თავისფას ამატებს. მე ეს თავისფას რო ამატებს, ის მიდის მე იქ მაღაზიაში ის თავისფას და მაგიტო მიდის ყველაზე მეტად იჩაგრა იდეაში ფერმერი, აი მარ ზუსტად ძალიან შეხედულობ საქმეში. აი ვაშლს ლარად გეხვეწება რომ იყიდო, ის ვაშლი მე საბოლოო წერტილამდე 7-8 ლარად იყიდება. აი ესა პრობლემა ფერმერები ყველაზე მაგრა იჩაგრები მე იქ ვცდილობდი ფერმერს ყოფილიყავი ვაჭარის დავდიოდი ეხა ყველა სხვა რა აქ ფერმერს ერთი ინტერესი აქვს რომ მოიყვანოს და გაყიდოს და ის ვაჭარი მე როგორ ეს არ იყიდის და იმას უღირს რომ გაყიდოს და ამიტომ ნუ მოკლედ ეს ლაპარაკები კიდე შორს წაგვიყვანს მოდი ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ რა და სხვა დროს კიდე გავაგრძელოთ ლაპარაკი რა მადლობა საინტერესო საუბრისთვის მადლობა მეგობრებო რომ გვიყურებდით იმედია მოგეწონა ჩვენი გადაცემა არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა დროებით მომავალ შეხვედრამდე